არაერთ საქმეში ქონია ერთად მონაწილეობა მიღებული. მახსენდება ორი ექიმის საქმე, სადაც ერთს შენიცავდი, ერთს მე ვიცავდი. გრძნობდი, რომ ადრე თუ გვიან მომიწევდა თქვენთან მოსვლა და საუბარი სხვადასხვა თემებზე. დავინახე ის თუ რამხელად სანა აქვს ადვოკატს. სწორ გზაზე ვართ და კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. იმდენი ხანია ორივე შემთხვევიდან, ასე დავარქვათ, გასული, რა ითქოს წარმოუდგენელია. რაიმე ახალი მიპოვოთ ამ საქმეში და თუ ახალი ვერ ვიპოვეთ, რაიმე შედეგი დავაყენებთ. შეიძლება ორგანოებით ვაჭრობასთან იყოს საქმე, კონდეს საქმე და ამის გამოძიება ძალიან რთულია. დედა 12 წლის განმავლობაში იბრძვის და ეს განსხვავებული სიტუაცია სწორედ ამიტომ არის. შემიძლია ვთქვა, რომ 99% შემიძლია კატეგორიულად დავადასტურო, რომ მეწყერი იქ არ ყოფილა და მეწყერს არ გამოუწევია გურამ დადიანიძის დაკარგვა ან გარდაცვალება. აი ამ მეწყერმა ძალიან დამაბნია სიმართლე გითხრით. ყველაზე არადამაჯერებელი ინფორმაციაც კი ჩემთვის საინტერესო არის. ამიტომ ვარ ამ რეჟიმში ვაგროვებ ინფორმაციებს, თუმცა ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიჭირა თავის დროზე ეს ვერსიები და შეწყვიტა უკვე დედის მხარდაჭერა. მე არავის უდანაშაულების პრესუმციას არასდროს დავამხო. თუმცა ძალიან საეჭვო არის, რატომ აძლევს გამოძიებას სხვა ინფორმაციას ერთხელ, მერე მეორედ და რადიკალურად სხვა ვერსია აქვს მოფიქრებული, როდესაც ტელევიზიით გამოვიდა. ეჭვი მაქვს, რომ ბევრი ფოტო საერთოდ გამქრალია, იმიტომ რომ ყველა ამბობს, რომ წარმოვიდით რომისობაზე. ტელეფონის დაკარგულია რა თქმა უნდა, ამდენი საათი ვიყავით და ერთმა ზემოთ აზრთან ფოტო არ გადაიღო, ერთმა ვიდეო არ გადაიღო. საზოგადოება განვაწყოთ იმისკენ, რომ მსგავსი შემთხვევები გახმაურდეს და ვებრძოლოთ ყველა მიმანკიერებას, რაც წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში ხდება. ანომალიურად დიდი არის ის რიცხვი, ნამდვილად რომელიც რეალურად შეესაბამება დაკარგული ადამიანების რაოდენობას. იძრება ავტობუსი და მგზავრი არ არის. და ადამიანს არ მოსული აზრად მოიკითხონ. მტკიცებულების გარეშე არავინ არ დაისაჯოს. დაუშვებელია ეჭვის საფუძველზე, ვარაუდის საფუძველზე, ვინმე მიეცეს პასუხისგებაში. მამიდა ისევ თავს გარდებთ. მე მისი მტრის დამცველი არ ვარ. შესაბამისად მე მისი მტერი არ ვარ. მისი ძმისშვილის ინტერესებს ვიცავ. პირიქით გვერდში უნდა დამიდგეს. პირიქით ჩემთან ერთად უნდა იწოლოს. ას გადაღება იმიტომ არ გავაგზავნე, რომ ეს ხმა მაწუხებდა. რომ ვიღაცის ხმა მისმოდა და შესაბამისად კაც მიფუჭებდა და გავწყვიტეო. ანუ ნეიტრალური. ანუ ავთენტური არის. ანუ ავთენტური არის ეს ვიდეო. ასე მგონია რომ ბოლოხან სასამართლოები უფრო საზოგადოებრივი აზრის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას ვიდრე კონკრეტული მტკიცებულებების. მოსამართლე არ უნდა კითხულობდეს კომენტარებს იმის გასაგებად, პირი დანაშაულია თუ უდანაშაულია. თავზარდამცემი ამბავი მოისმინა საზოგადოებრივამ. ნატავი ბლიანი დაზარალებულად ცნო 3 დღის უკან საქართველოს პროკურატურა. და სვანეთში მაცხოვრებელი ადამიანები და წარმოშობით სვანები არიან ყველაზე მეტად მომართული, რომ ამ საქმის გამოძიება მოხდეს სწორად. ყველაზე მეტად ისინი გვიჭერენ მხარს. მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო და მსმენელებო. კიდევ ერთი ეპიზოდით, მომდევნო ეპიზოდით ჩვენს პოდკასტში, ლისი პოდკასტიდან და განსხვავებით ჩვენი ზაფხულის სეზონის ეპიზოდებისა, სადაც უფრო სხვა გარემოში ვიჯექით და რაღაცა ცოტა ისეთი მსუბუქი თემები არ იყო მსუბუქი, მაგრამ რაღაც შევეცადეთ, რომ ზაფხულის სეზონის შესაბამისი სტუდია გქონოდა. დღეს სტუდია გამოვცვალეთ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზულ და ძალიან მტკივნეულ თემებზე გვიწევს საუბარი. და ჩვენი სტუმარი არის ტარიელ კაკაბაძე, რომელსაც პრაქტიკულად წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება საქართველოში. ის გახლავთ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, 2012 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და 1 წელიწადში უკვე საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი გახდა და ამ დღიდან ის მუშაობს აქტიურად, თუმცა საერთო სპეციალიზაციიდან მან უფრო სისხლის სამართლის მიმართულება არჩია.
არჩია და ამ მიმართულებით მუშაობს. ბევრისთვის ალბათ უცნობია, მაგრამ თუ იცით, კარგია და შეგახსენებთ, რომ როდესაც ტარიელი ამერიკაში ცხოვრობდა და გაცვლითი პროგრამით სწავლობდა იქ, ის ცხოვრობდა ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატის სახლში და მას აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ამ სახლის პატრონთან, მე როგორც ვიცი, დაყვებოდა კიდეც პროცესებზე და მე როგორც გონია, ტარიელის მომავალი პროფესია სწორედ იქ აირჩა და ტარიელმა გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო ადვოკატი, რაც შეასრულა კიდეც. მოგესალმებით ტარიელ, მიხარია სტუმრობა, შენობით ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ძალიან ხელოვნური იქნება ხა მე და შენ თქვენობით ვისაუბროთ, იმიტომ რომ არაერთ საქმეში გქონია ერთად მონაწილეობა მიღებული, მახსენდება ორი ექიმის საქმე, სადაც ერთს შენ იცავდი, ერთს მე ვიცავდი და ორივე საბოლოოდ გამართლებული აღმოჩნდა. ძალიან საინტერესო საქმე იყო და ჩვენი აც გარდაცვლილი განსვენებული ახალგაზრდა კოლეგა გიორგი სიმონიშვილიც მონაწილეობდა ამ საქმეში. ასე რომ აი ახლა ესე თქვენობითი ურთიერთობის ფორმა ცოტა ხელოვნური იქნება და ჩვენი სტილი ეს არ არის. ამიტომ მოგესალმებით არიელ, მიხარია ჩვენი სტუდიის სტუმარი რო ხარ და მოდი დავიწყოთ საუბარი აი ძალიან ამერიკიდან დავიწყოთ მოდი. ელზა ისეთი წარდგენა გამიკეთე რომ ცოტა შემცვა ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარია რომ ვარ თქვენთან დღეს. მე ამ პოდკასტს თვალს ვადევნებ, ყველა ნანახი მაქვს, აბსოლუტურად ყველა ნანახი მაქვს და გრძნობდი, რომ ადრე თუ გვიან მომიწევდა თქვენთან მოსვლა და საუბარი სხვადასხვა თემებზე. განსაკუთრებულად ის მომწონს, რომ არის ძალიან ისეთი მეგობრული გარემო და რაზე ჩვენ კოლეგები, მეგობრები ყოველდღიურად საუბრობთ სასამართლოში, ეზოში თუნდაც იმის იქეთ, როდესაც ხვდებით ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა არის ქართული მართლმსაჯულება, ქართული ადვოკატურა და ის თუ როგორ განვავითაროთ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი და მართლმსაჯულების დონე. ამიტომ ფაქტობრივად ჩვენ დღესაც იგივე საუბარი გვექნება, რაც ყოველდღიურად ისე რაც გვაქვს, უბრალოდ დღეს მოხდება ამ ყველაფრის ჩაწერა და დადება ინტერნეტში. ტირაჟირება. და მე ფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნო 1-2 საათი გველოდება წინ. აბა ამერიკაში რა გამოცდილება მიიღე, ეს მაინტერესებს პირველ რიგში. შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მე უბრალოდ გამიმართლა, ახლა არ მინდა ვინმე მიფიქროს, რომ ვინმეზე უკეთესი ვიყავი რა, ამით პირიქით, ჩემზე 100-ჯერ, 1000-ჯერ და მილიონჯერ უკეთესები არიან სხვები და იყვნენ მაშინაც სხვები. მე უბრალოდ ძალიან გამიმართლა, რომ ამარჩია გამარჯვებულთა სიიდან პიროვნებამ, რომელიც იყო ძალიან წარმატებული იურისტი, რომელიც იცავდა როგორც კერძო პირებს, ასევე იურიდიულ პირებს, კანზასის შტატში ცხოვრობდი და ამ ადამიანმა მაზიარა პირველად იურისპრუდენციას. ანუ მე ამერიკის შეერთებულ შტატებიდან დავინახე ის თუ რამხელად ზალა აქვს ადვოკატს, რომელიც იცავს ადამიანს და რამის გაკეთება შეუძლია. ანუ მე დავინახე ის, რომ ერთი ადამიანის დაცვით შენ მარტო იმ ერთ ადამიანს კი არ იცავ. შენ იცავ ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც, შენ აბედნიერებ სხვა ადამიანებსაც. შენ ერთი ადამიანის ეფექტურად დაცვით მთლიან საზოგადოებასაც იცავ და სხვებს აძლევ იმის იმედს და იმის мотиваციას, რომ თავადაც იბრძოლონ საკუთარი უდანაშაულობისთვის. მე ეს დავინახე და მე როდესაც მქონდა შესაძლებლობა, რომ დარჩენილიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამეგრძელებინა კარიერა, გამხდარიყავი ადვოკატი, ჩემი ერთ-ერთი мотиваცია იყო ის, რომ მე პირიქით ეცოდნა ეს ენერგია, რომელიც მაქვს და ის უნარები, რომელსაც ვხედავდი და გრძნობდი, რომ მქონდა გარკვეული უნარები ამ მიმართულებით და გრძნობდი, რომ ეს ნამდვილად ჩემი სფერო იყო, მინდოდა რომ ეს ყველაფერი გამომეყენებინა ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის, ჩემი საზოგადოებისთვის. მართალია ეს გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და არის კიდეც კარგად ვხედავთ ყველანი, როგორი მძიმე მდგომარეობა არის ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ, თუმცა ძალიან ბევრი რამ ღმერთის წყალობით გავაკეთეთ ჩემს კოლეგებთან ერთად, ჩემს ძალიან ღირსეულ კოლეგებთან ერთად, თქვენთან ერთად. ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ, ბევრი ადამიანის ცხოვრება გავაუმჯობესეთ და ფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვართ და კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და რაც თავარი არის.
ჩვენი მიზანი არის რა და მე მგონი ნაწილობრივ ამას ვახსენებთ კიდეც რომ საზოგადოებას ვაჩვენებთ რომ ის გავრცელებული სტერეოტიპი რომელიც იყო წლების წინ რომ ადვოკატი არის მკვდარზე ვენოკი ადვოკატი მკვდარზე ვენოკი კი არ არის ადვოკატი არის ძალიან ძლიერი პიროვნება ადვოკატის პროფესია არის ძალიან ღირსეული და ძალიან ძლიერი ადამიანების პროფესია რომლებიც უზრუნველყოფთ იმას რომ ადამიანთა უფლებები ქვეყანაში იყოს დაცული და როგორც ჩვენი ამერიკელი კოლეგები იტყვიან, ამას ხშირად ვიმეორებ, ესე ამბობენ რომ ადვოკატები ვართ მართლმსაჯულების ჯარისკაცები და ნამდვილად ეგრეა. ჩვენ ამას ვამტკიცებთ ყოველდღიურად და ჩემი კოლეგები, ძალიან საამაყო კოლეგები, მე მათ ბრძოლას ყოველდღე სასამართლო დარბაზებში ვხედავ და მინდა გითხრათ რომ გული სიამაყით მევსება და ნამდვილად დიდი ბედნიერება არის მათთან ერთად დარბაზში ყოფნა და ადამიანის უფლებების დაცვა. ლევან, მე ვიცი რომ კითხვები გექნება აუცილებლად, მაგრამ ეხლა გამახსენდა და თემატურად მინდა რომ მოვაყოლო. გახსოვს ილია ჭავჭავაძე რომ ამბობდა თერგდალეული მოვიდა პეტერბურგიდან და თერგიდალია და გადმოიარა ეს დარიალის ხეობა და ასე მოვიდა საქართველოში და იმ თაობას განათლება მიღებულს თერგდალეულები უწოდეს და ეხლა შენ ოკეანედალეული გამოდიხარ ხო? აი მოდი ეხლა რას ვეტყვი მე ჩემ ქვეყანას და რას მეტყვის იგი მეო გახსოვს ილია ჭავჭავაძე რომ აი ჩამოხვედი ეხლა და დაამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასევე ძალიან სწრაფად უკვე ერთ წელიწადში უკვე დაიწყე საადვოკატო საქმიანობა. არა მხოლოდ მუშაობ, ეხლა საპიარო ის არა გვაქვს აქ ჩვენ გადაცემა. რეალობას შევხედოთ თვალებში. მე არ მახსოვს ტარიელ კაკაბაძე რაიმე რაღაცა ჯინსებში და სულ დადის ესე გამოწყობილი შემართული კოსტუმში და იმიჯიც ესეთი შეიქმენი და საქმეებიც ძალიან საინტერესო. მოდი ეხლა პირდაპირ ბევრი რო არ გავაგრძელოთ. რა გითხრა შენმა ქვეყანამ და რა უთხარი მას შენ, ეს უკვე ვიცით, ეს ჩანს, არაერთ ეთერში ყოფილხარ, ბევრი რამ იცის შენ შესახებ, შენ შეიძლება გონია რომ არა, მაგრამ ბევრი რამ იცის ხალხმა შენ შესახებ და საკმაოდ ისეთი იმიჯი გაქვს, რომ ხარ სერიოზული, საქმიანი ადამიანი, რომელიც თუ გვერდში დაუდგება კაც ის საქმე ყოველ შემთხვევაში მიყურადებული ვერ დარჩება და არაერთი საქმე გვინახავს რომ წლები მოანდომე მაგრამ რაღაც შედეგს და მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. დღეს მოდი ახლა ვილაპარაკოთ იმაზე იმ ორ ძალიან სერიოზულ საქმეზე რომელშიც შენ აღმოჩნდი ჩართული. ეს არის დადიანიძის საქმე და ეს არის ვიბლიანის საქმე. ძალიან დიდი რისკი იყო ჩემი გადასახედიდან მეც ადვოკატი ვარ. აი თქვა თუნდაც ერთ თუნდაც მეორე საქმეში ჩართვა, იმიტომ რომ იმდენი ხანია ორივე შემთხვევიდან, ასე დავარქვათ, გასული, რომ აი თითქოს წარმოუდგენელია რაიმე ახალი ვიპოვოთ ამ საქმეში და თუ ახალი ვერ ვიპოვეთ, რაიმე შედეგი დავაყენოთ. მოდი დავიწყოთ რომელიც გინდა რიგითობით, თუ გნებავთ დადიანიძის საქმით დავიწყოთ და თუ გნებავთ ვიბლიანის საქმით. აი რომელსაც თქვენ ჩათვლით საჭიროთ, თქვენ კი არა და ბოდიში, რომელსაც შენ ჩათვლით საჭიროთ, იმიტომ რომ მართლა მინდა რომ ესე გულწრფელი საუბარი გამოვიდეს ყოველგვარი დისტანციისა და თქვენობის გარეშე. რომელი საქმით დავიწყოთ და ჩავყვეთ აი ამ საქმეს შენი გადასახედიდან რა პერსპექტივას ხედავ? ეს სწორად გამოხვილე ყურადღება რომ უპრეცედენტო საქმეა ორივე და ზედიზედ მომიწია ორ უპრეცედენტო საქმეში ჩართვა. აი მაგალითად დადიანიძის საქმე ნამდვილად უპრეცედენტოა, ჩვენ ვიცით, კარგად ვიცით და განსაკუთრებით მე პირადად ბოლო დღეებში მოვისმინე ძალიან ბევრი ისტორია, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში ადამიანები იკარგებიან. 2004 წლის ისტორია მოვისმინე, 2002 წლის ისტორია მოვისმინე, 2010 წლის, 2014 წლის. ანუ ყავს ასეთი დაკარგული ხალხი? უამრავი ისტორია. რომლის შესახებაც არ ვიცით. რომლის შესახებაც არ ვიცით. აი ნახეთ და ეს ისტორიები ძალიან გავს ერთმანეთს. ყველა მეუბნება რომ მე ჩემი შვილი დაიკარგა და ძირითადად რასაც ვხედავთ ადამიანების ასაკი, რომლებიც იკარგებიან, არის სადღაც 17-დან 24 წლამდე. 17-დან 24 რა პერიოდში იკარგებიან? აი მაგალითად ადამიანები იკარგებიან და პასუხი არის ერთი საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, როგორც მე მათი მშობლები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ დაიკარგა უგზო-უკლოდ, შეიძლება ორგანოებით ვაჭრობასთან იყოს საქმე, კონდეს საქმე და ამის გამოძიება ძალიან რთულია და ადამიანებმა ხელი ჩაიქნეს, ადამიანები აღარ იბრძვიან. დადიანიძის საქმე არის უბრალოდ საქმე, სადაც დედა
12 წლის განმავლობაში იბრძვის და ეს განსხვავებული სიტუაცია სწორედ ამიტომ არის, თორემ სხვა არაერთი მსგავსი და არანაკლებ სენსიტიური საქმე შემიძლია მოვიყვანო მაგალითად და შემიძლია გავიხსენო, რომის შესახებას მივიღე ინფორმაცია ბოლო დღეებში. აი, წარმოიდგინეთ 2014 წელს დაიკარგა 17 წლის ბიჭი 2014 წელს და მას შემდეგ დედა თავისი რესურსებით, თავისი ენერგიით გამწარებული ქალი იბრძვის, რომ იპოვოს თავისი შვილი. დადის ყველა მონასტერი, თითქმის ყველა მონასტერი შემოიარა, უამრავი ადგილი შემოიარა, სხვადასხვა ადამიანები აწვდიან რაღაც ინფორმაციებს, მიდის, ამოწმებს და თავისი შვილი ვერ იპოვნა ამ ადამიანმა. ანუ მე ყოველთვის შემოიარა. იმიტომ რომ მონასტრები ურეკავენ, რომ აი ამ მონასტერში შეიძლება იყოს შენი შვილი და მიდის. და შემდეგ ვერსად ვერ ანუ ვითომ და ბავშვმა გადაწყვიტა რომ წასულიყო მონასტერში და ჩამოშორდა შეგნებულად ჯგუფს და წავიდა მონასტერში. გავს ინფორმაციებს აწვდიდნენ მას წლების განმავლობაში, ის დადიოდა, გამწარებული დედა დადიოდა და ეცებდა გამორიცხულია როგორ ვფიქრობ? ჯერჯერობით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ერთადერთი თემა, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის რომ გავრცელებული იყო და მიღებული იყო რომ მეწყერმა ჩაიყოლა გურამი. რომელიც არ ყოფილა არასდროს. რომელიც სხვადასხვა ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის, რომელიც ჩავერთე საქმეში და რაღაც დეტალებს გავიცანი, ძალიან საეჭო იყო. თავიდანვე ძალიან პესიმისტურად უყურებდი მე ამ საკითხს, რომ მეწყერ შეიძლებოდა ჩაიყოლა ბავშვი და მეწყერის შესაძლოა ყოფილიყო მიზეზი. მე რომ დავაკვირდი, ეს უბრალოდ ეს ვერსია ვიღაცის ინტერესში შედიოდა. იმიტომ რომ მეწყერის თემის გავრცელების შემდეგ თითქოს შეწყდა ამ ბავშვის ძებნა, თითქოს საზოგადოებამ მოადუნა ყურადღება, მოადუნა ყურადღება და თითქოს ჩაითვალა, რომ არანაირ დანაშაულთან კავშირი არ გვაქვს. ანუ ეს იყო ერთგვარად შემოგდებული თემა და ჩვენ კარგად ვნახეთ, თუნდაც სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღე და მე მინდა ობიექტურობისთვის აღვნიშნო, მე კრიტიკას არ მეშლება, სადაც საჭიროა, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისად სამსახურებმა მართლაც ეფექტურად ემუშავეს, ეფექტური სამძებრო ღონისძიებები ჩაატარეს ბოლო დღეების განმავლობაში. საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის ბევრი დეტალი, მაგრამ მე ვიცი რა გააკეთეს მათ ამ დღეების განმავლობაში. რომელსაც ვერ გეტყვი ახლა. რაც 12 დღის განმავლობაში არ გაუკეთებია, 12 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია. ვერ გეტყვი ხო ვერა. გააკეთეს ამ დღეებში. იცი რა მაინტერესებს არიელ მეწყერი ხო ის ფაქტი არ არის, რომ ასე იოლად და ასე უყალოდ ქრება. ეს ხო ფიქსირდება, რომ მეწყერი იყო ამ დროს. დავუშვათ ხო? ანუ სტიქიური არის, ეს ხო არის აღრიცხვა, სპეციალური აღრიცხვას ხო ექვემდებარება? დიახ, ჩვენ გამოვიკვლიეთ ეს საკითხიც, მოვიძიეთ ინფორმაცია, იყო თუ არა მეწყერი, როდის იყო, რა ადგილას იყო და ასე შემდეგ და შემიძლია ვთქვა, რომ 99%-ით შემიძლია კატეგორიულად დავადასტურო, რომ მეწყერი იქ არ ყოფილა და მეწყერს არ გამოუწევია გურამ დადიანიძის დაკარგვა ან გარდაცვალება. ტარიო, მოდი ერთი კითხვა გამიჩნდა ახლა. ჯერ ერთი მართლა ახლა ადგილობრივი მოსახლეობა ზეპირათიძე ზვავი და მეწყერი ჩამოვიდა და სადა. ფიქსირდება ოფიციალურად სამინისტროში. ამას გარდა აეროგადაღება ყოველდღიური არის და რაძნელი იყო ახლა რომ იმ საათზე, იმ დროზე, იქ იმ გარემოში რამე მეწყერი თუ იყო დაენახათ. აეროგადაღებიდან არა გამოუთხოვიათ ინფორმაცია. აი სად გააქრა? მე ვიცი, აი მინახავს აეროგადაღებიდან, აი ვთქვათ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხედა ბუჩქიც კი ჩანს, როდესაც უნდათ. ეს საგამოძიებო მოქმედების დროს ერთ-ერთი სერიოზული მტკიცებულება შეიძლება აღმოჩნდეს. ამ დღის, ამ საათების კადრები თუ გამოთხოვილი. სამწუხაროდ რაიმე მტკიცებულება ამ კუთხით, რომელიც დაადასტურებდა, რომ კონკრეტული პიროვნება კონკრეტულ ადგილას იმყოფებოდა და მე სადმე სხვაგან წავიდა, ჯერჯერობით არ არის, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ყველა მიმართულებით მუშაობთ, ყველა მიმართულებით ეს მტკიცებულებები სავარაუდოდ შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება ნამდვილად გააქტიურდა. რაც 12 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, ბოლო დღეებში ნამდვილად გაკეთდა, მათ შორის მტკიცებულებების მოპოვების კუთხითაც, არა მარტო სამძებრო სამუშაოების კუთხით. და ასევე საინტერესო არის ის, რომ კვლავ იგეგმება მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა ჩვენ კარგად ვიცით იურისტები ვართ, რომ 12 წლის შემდეგ, როდესაც გავს საქმეზე იწყებ გამოძიება, სადაც მტკიცებულებები დაკარგული არის, მოწმეები შეთანხმებული არის, ჩვენებები წინასწარ დაზეპირებული არის და ასე შემდეგ, ძალიან რთულია უკვე იქ შენ რაიმე ინფორმაცია მოიპოვო ნეიტრალური და ობიექტური, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მე ვარ ძალიან ოპტიმისტი, მე მჯერა რომ თუ ეფექტურად იმუშავებს გამოძიება, გაუხსნელი საქმე არ არსებობს.
დაუდგენელი ჭეშმარიტება არ არსებობს, იმიტომ რომ სიმართლე ძალიან დიდი სინათლე აქვს, ძალიან დიდი ძალა აქვს, ამას მოწობს არაერთი სისხლის სამართლის საქმე, სადაც ყველას ეგონა რომ რეალობა და ჭეშმარიტება არ დადგინდებოდა, მაგრამ დადგინდა. აქაც მე მაქვს იმედი, ასევე ჩემს იმედებს ამყარებს ის, რომ საზოგადოება გვიდგას გვერდით. მე არ მინახავს საზოგადოება ერი ასე გაერთიანებული იყოს ერთი ადამიანის ირგვლივ, ერთი საკითხის ირგვლივ. შემიძლია გითხრათ, რომ არ გავა წუთი, რომ მე მესიჯი არ მივიღო. ადამიანები გამოხატავენ საკუთარ პოზიციებს, რაღაც ინფორმაციებს მიგზავნიან. ჩართულობა დიდია. და მე ვკითხულობ, შესაძლოა რომელიმე ინფორმაცია ერთი შეხედვით არ იყოს დამაჯერებელი, მაგრამ ყველაზე არადამაჯერებელი ინფორმაციაც კი ჩემთვის საინტერესო არის. ამიტომ ვარ ამ რეჟიმში ვაგროვებ ინფორმაციებს და ჩვენი ადვოკატის პროფესია რატო არის მნიშვნელოვანი ამ კუთხით? მართალია ჩვენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება არ გვაქვს და დაზარალებული ადვოკატის უფლებები ისედაც ძალიან შეკვეცილი არის, კარგად ვიცი თანამედროვე. თუმცა ბოლო ხანებში პრაქტიკა არის, რომ კარგად თანამშრომლობენ. თუმცა ჩვენი მიზანი რა არის? ადვოკატის პროფესიის მიზანი ასეთ შემთხვევაში, რომ იქ სადაც სახელმწიფომ ან სხვებმა დასვეს წერტილი, ჩვენ წერტილი შევცვალოთ კითხვის ნიშნით. და სწორედ ეს იყო ჩემი როლი ამ საქმეში პირველ დღეებში და დღესაც ეს არის ჩემი როლი. აი მაგალითად მეწყერის თემაზე ამის გამოსარიცხად კითხვის ნიშნებით დავსვით ჩვენ და გამოირიცხა კიდეც ნათლად დავინახეთ. ახლა უკვე სხვა ვერსიებზე უნდა ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად და აუცილებლად. ანუ აი დედუქციური მეთოდი რო არის, აი გამოვრიცხოთ ერთი, გამოვრიცხოთ მეორე და მივიდეთ რაღაც ჭეშმარიტებამდე. ამ საქმეში არის შენი დაცვის ფორმატი შეიცვალა. ეხლა უკვე საგამოძიებო მოქმედებებს პატარებ ფაქტიურად დამოუკიდებლად. როგორც წესი უმეტეს საქმეში ჩვენ ადვოკატებს გვიყვარს ბრალდებულების დაცვა, სადაც ჩვენ ვატარებ ჯვარდინ დაკითხვებს, კისებულების მოპოვებას ვახდენთ. ჩვენს გამოძიებასაც ხო ვატარებთ. ინფორმაციას გამოვითხოვთ და ასე შემდეგ. დაზარალებულის ადვოკატობა ცოტა სხვა სპეციფიკაა, თუმცა ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს, როცა ბრალდებულებს ვიცავთ, ძალიან გვეხმარება დაზარალებულების დაცვის კუთხით. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ წავიყვანოთ საქმე ისე, რომ შევკრათ დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებები. დარელ, რა მაინტერესებს ეს საქმე, მახსოვს 2014 წელს სხვა შორის მაშინაც საკმაოდ ხმაურიანი იყო და სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა იყო და იყო მთელი ამბავი, მაგრამ მიჩუმათ და სხვებისთვის, იმიტომ რომ სხვა თემები წამოვიდა, მაგრამ ამ დედისთვის ხო ეს არ გაჩერებულა ეს საქმე და აი როგორ სამართლებრივად როგორ იყო დახურულ, ანუ სამძებრო სამუშაოები იყო და დაასრულეს ისე და გამოცხადა უზოკლოდ დაკარგულად, ანუ სისხლის სამართლის საქმე გახსნილიც არ იყო. ეხლა რა სამართლებრივი სტატუსი აქვს ამ საქმეს? ესა კარგი შეკითხვა და მისვი, რაც შეეხება დედას, მინდა გითხრა, რომ დედა ერთი დღე არ გაჩერებულა და ყოველი დღე არათუ შეეგუა შვილის დაკარგვას, არამედ უფრო და უფრო მტკივნეული იყო მისთვის. მან ისიც კი განაცხადა, თუნდაც გუშინაც რომ ქონდა კომუნიკაცია, გითხრა რომ თქვენ რომ არა და საზოგადოების ხარდაჭერა რომ არა, მე თავის მოკლას ვაპირებდი. მე სუიციდამდე მივდიოდი უკვე და ერთი ნაბიჯი მაშორებდა სუიციდამდე. არ იყო დამაჯერებელი ის ვერსიები, რა ვერსიებითაც? არ იყო დამაჯერებელი ის ვერსიები, პირდაპირ გეტყვით. არ იყო და დედას ამ ვერსიების არ ჯეროდა. ამიტომ მარტო განაგზობდა ბრძოლას, თუმცა ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიჯერა თავის დროზე ეს ვერსიები და შეწყვიტა უკვე დედის ხარდაჭერა გარკვეულწილად. უკვე ხმაური შეწყდა. ეს ჯვარედინი დაკითხვის ტექნიკა ხა მარტო ადვოკატებმა ხო არ ვიცით, ხო ძალიან კარგად იცის გამოძიებამაც ეს ტექნიკები, ხო? აი ერთი მოწმე, მეორე მოწმე გამოკითხული იქის, ტყუისის, იმას არ შეესაბამება, ასე ჭკვიანურად გამოკითხული თუ იქნებიან ეს მოწმეები, ვერ მივა გამოძიება გარკვეულ გადაწყვეტილებამდე, რომ ვიღაც სადღაც ტყუის. რაც შეეხება აღნიშნულს შეხედეთ გამოძიების ეტაპზე, როდესაც გამოკითხვა ტარდება, იქ ხო ჯვარდინ დაკითხვის არა, მაგრამ მაინც რა ჩვენებებიც არის. ტყუისში გამოჭერას ლაპარაკობთ, რომ მომზადებული ჩვენებებია. ო და მაგას ამბობ, ჯვარდინს იქნებ დაკითხავენ. მაინც წინააღმდეგება ერთმანეთს ეს ჩვენებები. ხო და ნახეთ, მე ის კი არ მერქავს, რომ გამოძიება დაიწყებს ჯვარდინ დაკითხოს, მაგრამ ეს ტექნიკა მათაც ხო იციან და მათთვისაც ხო ადვილი ამოსაცნობია, სად ტყუის ადამიანი ერთმანეთთან შეუსაბამოს ორი მოწმე რას ამბობს. ან ხელახალი გამოკითხვის დროს შეუბრუნდებიან პირდაპირ წესით და იქ ტყუილს ახლა ვერ გაიქცევა. მე გამოვითხოვე საქმეელზე. და ეგრეთ წოდებული ოქროს მოწმე ყოველი გამოკითხვის დროს ცვლის ჩვენებს. ახლა ტელევიზიით გამოვიდა და რადიკალურად სხვა დეტალები მოყვა. რადიკალურად სხვა ინფორმაცია მიაწოდა სამწუხაროდ. მე ხერს კი არავის ვადებ.
მე არავის უდანაშაულობის პრეზუმპციას არასდროს დავარღვევ. თუმცა ძალიან საეჭვოა ის, რატომ აძლევს გამოძიება სხვა ინფორმაციას ერთხელ, მერე მეორედ და რადიკალურად სხვა ვერსია აქვს მოფიქრებული, როდესაც ტელევიზიით გამოვიდა. და მეცაც გეტყვით, ტელევიზიით რაზეც ისაუბრა, იქ ხომ უამრავი ადამიანია კიდევ დაკითხული. არც ერთი იმ ვერსიას არ ადასტურებს. კატეგორიულად ეწინააღმდეგება ეს ტელე დაკითხვები ხო რაღაცა მესიჯების გაშვება არის რეალურად რომ ვისაც ესმის გაიგონოს ანუ ეს ამ ვერსიას ასე ვთქვათ ვაწვევით აი რაღაცა ეს ტელე გამოძიებებია უბედური მე როდესაც ამ მოწმეებს უსმენ და ვკითხულობ მათ გამოკითხვის ოქმებს აი ესეთი ფრაზა მახსენდება რომ საქმეში იმდენი მოწმეა რომ სიმართლე უმცირესობაში არისო ნამდვილად ეგრე არის, აი წარმოიდგინეთ, უამრავი მოწმეა ყველა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ხვდები რომ ბევრი ვინმე რაღაცას მალავს და სამწუხაროდ გამოძიებას ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები არ აქვს ჩატარებული. ნახეთ, როდესაც 16 პირია მაგალითად პირობითად ხო გამოკითხული, პირობითად. რეალურად მეტია გამოკითხული. ანუ ეს სტატუსი მითხარი საქმის, ანუ როგორ იყო გახსნილი დახურული საქმე იყო თუ ეხლა აღიძრა. აი როგორ დაიწყო ეს საქმე თავიდან. გეტყვი ელზა 16 მოწმე ხო არის გამოკითხული. არც ერთი დანაშაულზე ეს როდის გამოკითხე? ეხლა? ნაწელი გამოიკითხა ადრე წლების წინ, შემდეგ კიდევ გამოიკითხა და ახლა გამოიკითხა ძალიან ბევრი პირი ერთდროულად. ანუ მაშინ აღზრული იყო? რა მოხლით იყო? ნახეთ, რა არის საინტერესო 2014 წელს ხომ დაიკარგა გურამ დადიანიძე. სამძებრო საქმე გაიხსნა 2014 წელს და გამოძიება კონკრეტული მუხლით დაიწყო 2017 წელს. ანუ 3 წლის შემდეგ. და მუხლი? თავისუფლების უკანონო აკვეთა. ნახეთ რა არის საინტერესო როდესაც დაიწყო გამოძიება, ჩემი აზრით კი არა და მე მგონი უკვე ყველანი ხვდებით, რომ ეს არის ძალიან დაგვიანებული 3 წლის შემდეგ, რომ გამოძიებას იწყებ. და მე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაგვიანებით დაიწყო გამოძიება ამ საქმეზე და გარკვეული პიარი წამოვიდა ჩემს წინააღმდეგ, აგორდა რომ თითქოს მე საზოგადოებას არ ვაწვდით სწორ ინფორმაციას, რადგანაც ნამდვილად სამძებრო საქმე გაიხსნა არა 2017-ში, არამედ 2014-ში. მაგრამ სამძებრო საქმე სხვა რამეა. ეს არის манипуლირება საზოგადოებრივი აზრთან დაკავშირებით, რომ საზოგადოება ვიღაცას სურს რომ შეიყვანოს შეცდომაში. რადიკალურად სხვადასხვა ტერმინებია. სამძებრო ღონისძიებების ჩატარება რადიკალურად სხვა არსი აქვს სამძებრო საქმის გახსნას და გამოძიების დაწყებას. გამოძიების დაწყება მიზნად ისახავს ჭეშმარიტება, რეალობა დადგინდეს, დანაშაული გამოიკვეთოს, ვინ ჩაიდინა ან საერთოდ არის თუ არა ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები შეგროვდეს, მტკიცებულებები გამოთხოვილი იქნეს განჩინებით და ასე შემდეგ. აი ეს უნდა მოხდარიყო უკვე 2017 წელს გახსნილი საქმე გრძელდება ეხლა. დიახ, 2014 წელს დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი დათარიღებული არის 2017 წელს და წარმოიდგინეთ 2017 წელს რო დაიწყებ შენ უკვე გამოძიებას იქ სადაც არ არის კამერები დაუკვირდით არ არის კამერები არ არის ფარული ჩანაწერები არ არის ვიდეო ჩანაწერები HV Max რო ბევრი ფოტო საერთოდ გამქრალია იმიტომ რომ ყველა ამბობს რომ წარმოავედით რომ ისობაზე ტელეფონით დაკარგულია მე მგონი რა თქმა უნდა ამდენი საათი ვიყავით და ერთმა ზემოთ აზრთან ფოტო არ გადაიღო, ერთმა ვიდეო არ გადაიღო. მაშინ როდესაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ რომ ადამიანები ადიან, ზოგიერთი ადის რომ ეს მეხსიერება დარჩეს მთელი ცხოვრება, ეს ბედნიერი წუთები დარჩეს მთელი ცხოვრება და ფოტოები გადაიღონ, ვიდეოები გადაიღონ და ნამდვილად დიდ დროს ატარებენ იქ დამატებით. დროს ატარებენ დამატებით 15 წუთს, 20 წუთს ატარებენ, რომ 15 წუთში რაც შეიძლება ბევრი ვიდეო გადაიღონ. ლომისაზე ესა წარმოუდგენელია ეს ფოტოები არ გადაიღონ. ლოგიკურად შეიძლება დაისვას კითხვები, რომ აი ესეთი გაუჩინარებები, ასეთი შემთხვევები, რაიმე ისეთ მოვლენასთან, საშინელ მოვლენასთან ხომ არ გვაქვს საქმე, რომელზეც შეიძლება ვიღაცეები ხელსაფარებდნენ და არ სურდათ სიღრმეში მისი გამოკვლევა. ერთზამ გააკეთა ძალიან სწორი აქცენტი თავიდან, რომ გამიკვირდაო, იმიტომ რომ ასეთი საქმის გამოძიება 12 წლის უკან რო ადამიანი დაიკარგაო, გეთანხმებით. გამოძიება სადაც თავიდანვე არაფერია გაკეთებული ფაქტობრივად 3 წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება, ისიც არაეფექტური იყო აბსოლუტურად გამოძიება, ახლა მე აქ არ დავასახელებ, რა შეეძლო გამოძიებას გაიკეთებინა და შეგნებულად არ არის გაკეთებული ჩემი შეფასებით. რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ დაუკვირდეთ, იმდენად მნიშვნელოვანი არის ამ საქმის გამოძიება, ან თუნდაც გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუნდაც ის რომ მეწყერი არ იყო.
ესე ჩემთვის მნიშვნელოვანი არის საზოგადოებისთვის, რომ უფრო მეტი мотиваცია, რაც უფრო რთულია, ჩემთვის პირადად უფრო მეტი мотиваცია არის, რომ მე იქ ჩავერთო და მე იქ გავაკეთო ყველაფერი. ასევე შესაძლოა ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან დამაბნია სიმართლე გითხრა. დიახ, ამ საქმესთან დაკავშირებით თუ ჩვენ გარკვეულ კითხვებს უპასუხოთ, შესაძლოა ის მაინც შევძროთ, რომ სხვა ადამიანები არ გაუჩინარდნენ, უგზაუკლოთ. სხვა ადამიანები არ გაიტაცონ, სხვა ადამიანები არ დაიკარგონ. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები წლების განმავლობაში იკარგებიან და საზოგადოებისთვის ცნობილი არ ხდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გეუბნებით, უამრავი ადამიანი მიკავშირდება, დამეხმარეთ. გთხოვთ ბატონო ტარიელ, გაუჩინა და ჩემი შვილი, გაუჩინა და ჩემი ძმისშვილი, ჩემი ძმა გაუჩინა და ჩვენ ტელევიზიაში არ გვისაუბრია ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ისინი მაწვდიან კონკრეტულ ინფორმაციებს. ანუ მე მინდა რომ ყინული დავძრათ ამ საქმით. მე მინდა რომ საზოგადოებაში ეს ნიჰილიზმი მოკლათ და პირიქით საზოგადოება განვაწყოთ იმისკენ რომ მსგავსი შემთხვევები გახმაურდეს და ვერ ბრძოლოთ ყველა მიმანკიერებას რაც წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში ხდება. მე აქ არ ვსაუბრობ რომ მაინც ამ მთავრობის რო წინა მთავრობის რო ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა საერთოდ რომელი პოლიტიკური ძალა არის ხელმძღვანელობაში. მე ვარ აპოლიტიკური, ჩემთვის თავარი არის რომ ქვეყანა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, საზოგადოება იყოს დაცული და საერთოდ არ მაინტერესებს ხელისუფლებაში ვინ იქნება სახელი და გვარები. ჩემთვის თავარი არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ადამიანის უფლებები იყოს დაცული და ადამიანის უფლებებია და ძვირფასი არის ყველა ხელისუფლების დროს განურჩევლად იმისა თუ რომელი პოლიტიკური პარტია იქნება სათავეში და მე მინდა რომ მაქსიმალურად ჩვენ მივიღოთ მართლმსაჯულება რომელიც იქნება პოლიტიკისგან დაცლილი არაფერი ისე არ ამახინჯებს მართლმსაჯულებას როგორც პოლიტიკა და პოლიტიკური ინტერესები და პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ჩარევები. ამიტომ ეს პირადად ჩემი როგორც ადვოკატის როლი არის ამ საქმეშიც და ყველა საქმეშიც რომ გამოვაცალკეო საქმე პოლიტიკისგან. რა თქმა უნდა. ტარიელ რა მაინტერესებს ახლა ისევ ამ საქმეს რომ დაუბრუნდეთ. ახლა რა დაიკარგა ადამიანი და ეს მოწმეები როგორც შენ აღნიშნე ურთიერთ გამომრიცხავ ჩვენებებს იძლეოდნენ ერთი ადამიანი თუნდაც სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ჩვენებას იძლეოდა და მათი ამ სხვადასხვა მოწმეების ჩვენებებიც დიდი ალბათობით ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ახლა აი რაღაცა ვარაუდი მართლა წეღან დედუქციის მეთოდი და შერლოკ ჰოლმსი გვჭირდება ხო და დოქტორ ვატსონი რომ რაღაცა გამოვრიცხოთ ეს მივიდეთ რაღაცამდე ხო სხვა შორის მომინდა რომ ხელახლა წავიკითხო შერლოკ ჰოლმსი ისე მიყვარდა ბავშვობაში ეს წიგნი და რაღაცნაირად საინტერესო იყო რომ თითქოს და ყველა კვალი გამქრალია და ესენი გარკვეული მეთოდით მიდიან დამნაშავემდე. ის სტატისტიკა არის იმაგის რამდენი ადამიანი გაუჩინარებული და რამდენი ძალიან საინტერესო მოდი გამოვითხოთ. ჩემი ინფორმაციით 2000 წლის შემდეგ ასე ბევრი ადამიანი არის დაკარგული. ჩემი ინფორმაციით, მაგრამ საინტერესო რა არის ისიც აქ ზუსტად დაუდგენელი არის რომელმა მშობელმა აცნობა საგამოძიებო ორგანოს, რომელ საქმეზე დაიწყეს გამოძიება, რომელზე უბრალოდ სამძებრო საქმე გაიხსნა და გამოძიება საკუთარ დაკარგულად რამდენი კაცია გამოცხადებული არ ნიშნავს რომ მხოლოდ ეს ადამიანები არიან დაკარგული. შეიძლება დაკარგული იყოს ადამიანი, მაგრამ არ იყოს გამოცხადებული. ამიტომ ამით მარტო არ უნდა შევზღუდოთ, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უგზაუკლოდ დაკარგულად ანომალიურად დიდი არის ის რიცხვი, ნამდვილად რომელიც რეალურად შეესაბამება დაკარგული ადამიანს. აი უთხრათ მოსახლეობას უგზაუკლოდ დაკარგულად ადამიანს აცხადებს სასამართლო და თუ კი ის ადამიანი აღმოჩნდება რომ ცოცხალია, ისევ სასამართლოს ძალით ხდება მისი უფლებების აღდგენა. აი მაგალითად გურამ დადიანიძე უგზაუკლოდ დაკარგულად სასამართლოს მხრიდან არ არის გამოცხადებული. თუმცა ის ფაქტია რომ ის ვერავინ ვიპოვა 12 წლის განმავლობაში. ასევე არის სხვა ადამიანებიც მე ხომ გითხარით წეღან 2003-2004 წლის ფაქტებთან დაკავშირებით მითხრეს დამიკავშირდნენ და მითხრეს რომ დაიკარგა და რამდენიმე თვეში კონკრეტული გამომძიებელი მეუბნება 2004 წელს მეუბნება გამომძიებელი რომ სავარაუდოდ გაიტაცეს შენიშვილი ორგანოებით მოვაჭრეებმა. ესეთ რაღაცას მეუბნება და ამის შემდეგ მე არც კი მისულ ვარ გამოძიებასთან, დედა მიყვება ამ ყველაფერს და ამის შემდეგ მე უკვე შევეგუე იმას, რომ ჩემი შვილი გარდაცვლილია. აი წარმოიდგინეთ ახლა ეს ასეთი ოჯახები, ასეთი გამწარებული ოჯახები რა მდგომარეობაში არიან. დრო მათ ტკივილს არ ანელებს პირიქით, დრო უფრო და უფრო მეტად უმატებს ამ ადამიანებს ტანჯვას. შესაბამისად,
ეს საქმე მინდა რომ იყოს პრეცედენტული საქმე, რომ ყინული დაიძრას, მსგავსი ფაქტები მაინც რომ არ მოხდეს და სახელმწიფო უფრო ყურადღებით იყოს, საზოგადოება უფრო ყურადღებით იყოს. აი ახლა მაგალითად დღეს რომ მსგავსი ფაქტი მოხდეს, უკვე საზოგადოება ისე არის მომართული მარტივი, ძალიან პირდაპირ გეტყვით რომ უმარტივესი იქნება ნებისმიერი საქმის გამოძიება, მსგავსი საქმის გამოძიება. მაშინ საზოგადოება არ იყო მომართული. საზოგადოება არ იყო მზად რომ ებრძოლა ერთი იდეის გარშემო, ერთი ადამიანისთვის, ერთი ოჯახისთვის. დღეს სხვანაირად არის საზოგადოება და ჩვენი ადვოკატების როლი არის ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი. აი ვერსიებთან დაკავშირებით ახლა ჩვენ რა თქმა უნდა უდანაშაულობის პრეზუმპციას რომ თავი დავანებოთ, ვერავის ბრალს ვერ და, მაგრამ აი ვერსიები ხო არსებობს. ესე იგი დაიკარგა ადამიანი და არსებობს ორი ვარიანტი. ან გატაცებულია ის, აი როგორც აღძრულიც არის საქმე ხო, უკანონო თავისუფლების აღკვეთა, ან მოკლეს. აბა ეხლა ორგანოებს ცოცხლად ხარ მოაცლიდნენ. ანუ ორი ვარიანტია. ან მოხდა გარკვეული კონფლიქტი იმავე ჯგუფში, სადაც ეს მე ნამყოფი ვარ ლომისაზე, უწყვეტ ჯაჭვად მიედინება ხალხი, სხვა ადამიანები, უცხოელები, მათ შორის ერთმანეთს არიცნობს ხალხი, მაგრამ ერთ მწკრივში დგანან და ადიან და ასევე ჩამოდიან მთელი ღამე ლომისობაზე მაქვს ლაპარაკი, სულ განათებულია ის გზა და იქ არ არის ადგილი, რომ იქ რამე მოხდეს და ვინმე ვერ დაინახოს. დაუშვათ იქ ჯგუფში მოხდა რაღაცა, სიამოვნება თუ რაღაც. არის კიდე ერთი ვერსია, რომ შეიძლება არის იქ მართლა ადგილები, შეიძლება გადავარდეს ადამიანი. ეხლა ეს ხალხი ამ ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს რო იძლევა. ერთმანეთის უყურადღებობას ფარავენ. ეს ხო მნიშვნელოვანია ჯგუფში, ესე იგი, ბევრმა იკითხა, დგას ავტობუსი, მიკროავტობუსი, ყავს გარკვეული რაოდენობის მგზავრები. იძრება ავტობუსი და მგზავრი არ არის. და ადამიანს არ მოსული აზრად მოიკითხონ. ეს ერთი, ანუ დავიწროვ დაწყე. ანუ ამავე ჯგუფში რაღაც მოხდა და ერთმანეთს ფარავენ, ან გადაუვარდათ ვერ მიხედეს და ამას ფარავენ და თუ გაიტაცეს და ვერ დაინახა ვერავინ, მაშინ თქვან ერთი სიტყვით ვერსია შენ საით მიგდის ფიქრი. მაშინ, როდესაც საქმე არ არის გამოძიებული, რომელიმე ვერსიის გამორიცხვა დაუშვებელი არის, თუმცა შემიძლია გითხრათ აი 99% სიზუსტით, რომ მეწყერის თემა არის გამორიცხვა. კი ბატონო. სხვათა შორის მეწყერის თემის გამორიცხვამ და აი შინაგან საქმეთა სამინისტროს გააქტიურებამ ძალიან დიდი აგრესია გამოიწვია გარკვეულ პირებში. მე ვხედავ ბოტების და ტროლების თავდასხმებს, განსაკუთრებით ჩემი მისამართით. მას შემდეგ რაც ეს ვერსია გამოირიცხა. ესეც მე მაჩვენებს იმას, რომ სავარაუდო ისე მეწყერთან ერთად უნდათ დაემარხათ ეს საქმე. დიახ, და სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე და უკვე ხედავენ, რომ უკვე გამოძიება უნდა გაგრძელდეს, მეწყერს თურმე არ გამოუწვევი ამბავშის დაკარგვა და შესაბამისად ვიღაც პირებმა სავარაუდოდ იგზნეს საფრთხე და ამიტომ დაიწყეს უკვე ბოტების და ტროლების ამუშავება და შემოსევა. მე ვხედავ რაღაც აბსურდულ კომენტარებს შევდივარ და ვარ გემუქრებიან კიდე. ახლა პირდაპირ გეტყვით, რომ ახლა არანაირი მუქარა, უბრალოდ მოდის რაღაც გაფრთხილებები, რომ თითქოს ვის ვეტაკები უნდა ვიცოდე, ვის ვეჯახები უნდა ვიცოდე და ახლა ვინც მე მიცნობს. ახლა მე პირდაპირ გეტყვით, რომ მსგავსი მუქარები პირიქით მაძლიერებს. ახლა ვინც მე მიცნობს, მე მგონი უნდა ხვდებოდეს, ანუ ვისაც ჩემი საქმეები აქვს ნანახი, რომ მსგავსი მუქარებით მე ვერავინ ვერ შემაშინებს პირიქით. აი, ვინც მე მემუქრება და ვინც რაღაცნაირად მაფრთხილებს, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ადამიანებს ვეტყვი პირდაპირ, უფრო სწორად, აი მიმართავ კამერა თუ გვიყურებს, რომ უარესი შედეგის გამომწვევი იქნება ეს მუქარები თავად იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია, რომ ამ საქმეზე გამოძიება არ ჩატარდეს ეფექტურად და სიმართლე არ დადგინდეს. პირიქით, მეტი мотивაციით ვიბრძოლებ ნებისმიერი უკანონობის წინააღმდეგ, მათ შორის ამ საქმეში მეტი мотивაციით ვიბრძოლეთ, რომ გაირკვეს, ვინ რა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა და მე არ დავიხლები, არ შევწყვეტ ბრძოლას. ხო 12 წელი ხომ არის გასული დაკარგვიდან. კიდევ 12 წელი და იმის შემდეგ რომ დავამატოთ კიდევ 12 წელი რომ დავჭირდეს, მე ბოლომდე შევეცდები ყველა კითხვას გავცე ამომწურავი პასუხი. ამიტომ ეს მუქარები თავიანთი თავებისთვის შეინახონ და უბრალოდ სასაცილოც კი არის, რომ მე ვიღაცამ შეიძლება რაღაც მუქარით გამაჩეროს და შემაშინოს. უბრალოდ არასერიოზულია და ვინმემ რომ
გამაფრთხილოს და მითხრას კიდეც აი ჩემიანმა პირდაპირ გეტყვით რომ აი ყველა გაფრთხილებული მყავს რომ შეურაცხყოფად მივიღებ მე ამ ყველაფერს რომ ვინმე გამაფრთხილოს რომ ტარიელი იქნებ გაჩერდე ეს ჩემთვის დიდი შეურაცხყოფა იქნება ეს მუქარები ნახე ესე იგი შეიძლება მოდიოდეს უბრალოდ მართლა გულწრფელად ვიღაცას ენანებოდე ცუდისთვის და ესე ბრიყულად გითხრას და ან შეიძლება ისეთი ხალხისგან მოდიოდეს რომლებიც ამ საქმესთან გარკვეულ კავშირში არიან ისევ მოკლედ შენ უნდა მე მგონი იჭერდე ამას აი კარგი ანტენა საიდან მოდის იქნებ კიდეც გაგიყვანოს მუქარამ იმ კვალზე რომელსაც შენ დაადეგი სხვათა შორის როდესაც ვიღებ მუქარის შემცველ მესიჯებს რაღაც კუთხით მიხარია კიდეც როგორ იღებ რა ფორმით აი ტელეფონზე მოგდის ეს როდესაც ვარკვევ მე ვისგან მოდის და როგორ მოდის მე აქ არ მინდა ამ ყველაფერზე დეტალურად საუბარი მე უკვე ვიღებ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით ვინ არის დაინტერესებული რა აწუხებს აბა რა ვინ არის დაინტერესებული და ვის აქვს შიში რომ რაღაც კითხოს პასუხი არ გაიცეს ამიტომ ანუ სწორად შეგეკითხე მე ესე ძალიან სწორი შეკითხვა არის ეს და ძალიან კარგი შეკითხვა არის მაგრამ ახლა ამ ეს კითხვა რომ დამისვი და ეს პასუხი გაგეცი შეიძლება შეწყვიტონ მუქარები და ხელი შემეშალოს გააგრძელონ უმჯობესია რაც შეეხება იმას მუქარებს პირდაპირ ესე რომ ასე გიზამ ისე გიზამ მესიჯები მოგდიოდეს ეს იშვიათად რომ ესეთი მუქარამი მივიღო თუნდაც სხვა საქმეებიდან და მესიჯი გამოგიგზავნა ძირითადად არის ასეთი რაღაც რომ მოდი ახალგაზრდა კაცი ხარ ნუ გადაყვები რა ფორმით ხდება გირჩევ თავს გაუფრთხილდი ხო იცი ვის ეტაკები და ასე შემდეგ და ასე რა ფორმით ეს შეიძლება იყოს ტროლების მეშვეობით ბოტების მეშვეობით ეს შეიძლება იყოს ტელეფონზე რაღაც განხორციელებული ზარი და ასე შემდეგ მე მაგალითად წინა საქმეზე მაგალითად მე რომ მუქარებს ვიღებდი ძალიან ბევრი ჩაწერილიც მაქვს პირდაპირ გეტყვით ნომრებიც ვიცი ტელეფონის ნომრებიც ვიცი რომელი ნომრებიდან მემუქრებოდნენ რომელი ქვეყნიდან მემუქრებოდნენ და ასე შემდეგ მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ უბრალოდ სასაცილოს კი არის და წესით ადამიანები უნდა ხვდებოდნენ რომ ამ მუქარით ვერავის ვერ შეაშინებენ და ადვოკატებს მით უმეტეს ანუ ადვოკატის პროფესია არის მე ყოველთვის ვამბობ ძლიერი ადამიანების პროფესია ჩვენ ვიცავთ ყოველთვის სუსტს ძლიერის წინააღმდეგ ჩვენ რომ მუქარების გვეშინოდეს მაშინ ამ პროფესიაში არ გავჩარდებოდით და ასეთ საქმეებზე არ ვიმუშავებდით ამიტომ უბრალოდ მათ თავიანთ საქმე აქვთ ესენი რატომღაც ვფიქრობენ რომ მუქარა შედეგს გამოიღებს და პირიქით გააგრძელონ თავიანთ საქმე ჩვენი საქმე გავაგრძელოთ ახლა ხო კარგი ინფორმაციებს გვაძლევენ რა მაინტერესებს ხო გაქვს კითხვა არა გააგრძელ ძალიან კარგად აგრძელ მადლობა კომპლიმენტიც მივიღე ტარიელ რა მაინტერესებს იცი ეხლა მტკიცებულებების გარეშე კარგად ვიცით ეხლა პირიქით რომ დავაყენოთ ეხლა შენ რო იყო ადვოკატი ვინმე ბრალდებულის ვისაც ბრალდება ამ წუთში სიტყვაზე შემოვატრიალოთ დავდგეთ მეორე მხარეს და ტარიელ კაკაბაძე იცავს ადამიანს რომელსაც დააბრალდა რომ დადიანიძე გაიტაცა მას უკანონო თავისუფლების აღკვეთაში ანუ მოკლედ ბრალდებულს რო იცავდი ამ საქმეში შენ ხო თავს მოიკლავდი მტკიცებულებები მაჩვენეთო და ეს ხო კარგად იცი რომ მტკიცებულების გარეშე რაც არ უნდა ჩვენ აქ ახლა ვერსიები ჩამოვყაროთ და რაც არ უნდა სოციალურ ქსელებში ადამიანებმა იჭორაონ არ არსებობს ხო ბრალის წარდგენა არ არსებობს ბრალის წარდგენისა და დამნაშავის დასჯის გარეშე საქმე დავამთავრეო ვერ ვიტყვით ხო აქედან გამომდინარე წეღან ვიკითხე და მინდა ეხლა შენ ჭკვიანი კაცი ხარ და მითხრა არის თუ არა მიდიხს თუ არა მუშაობა იმ მიმართულებით მოდი ნუ ვიტყვით ეხლა კონკრეტულ საქმეებზე შეიძლება არც გითხრას ეხლა გამოძიებამ და ვერც გეტყვის იქიდან გამომდინარე რომ სტატუსი შენი სამართლებრივი დაზარალებულის ჯერ დაზარალებულიც არ არის ქალბატონი ცნობილიც არ არის დაზარალებულად ხო აი მოკლედ ამ მიმართულებით დაზარალებულის პოტენციური დაზარალებულის ადვოკატს რა შეგვიძლია განცხადება დაუწეროთ მოდი ეს მოიპოვე მოდი იქნებ ეს მოიპოვე გაგვიკეთებია ესეთი აი წეღან რო ვახსენე აერო გადაღებები ყოველდღიურად აი ხა ჩვენ სრულს ხედავთ აქ აი ეს წუთიც აინტერესებს შეუძლია მოიღოს კოსმოსში ყველა არ დაფრინავს ის სატელიტები და მე ვიცი რომ შესაძლებელია ამ კადრების ამოღება ალბათ რა თუნდაც ჩემი კარნახი და ასევე შენი კარნახი ეს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი და უშუალო მტკიცებულება
გამოჩნდებოდა ამ კონკრეტულ ადგილზე, ვინ მოძრაობდა, ის ბავშვი გადავარდა, არ გადავარდა, გაიტაცეს, ეჩხუბნენ, ცემაში მოკლეს თუ საერთოდ გაიპარა და წავიდა სადმე. სად წავიდა იმასაც კი დაინახავენ. აერო გადაღებით უნდა დავიწყოთ. მე რო ვიყო გამომძებელი ამას გავაკეთებდი. თქვენ რა სიტყვით? თქვენ კი არა, შენ. ხო, ელიზა, პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ჩვენ ყველა ეს საკითხი გავლილი გვაქვს და ყოველდღე ამაზე მუშაობის მეც თითქმის არაფერს ვაკეთებ ეს დღეები ახალი საქმეებიც კი არა ნამდვილად ძალიან სწორი შეკითხვა და ახალი საქმეებიც კი არა ვიღე რომ მთელი რესურსი ჩავდო სწორედ ამ საქმეში და ასევე სხვა იმ საქმეში რომელიც სასწრაფო არის და სასწრაფო ტრანზიტი არის გასაკეთებელი. რა თქმა უნდა მე კარტების გახსნას არ ვაპირებ მაგრამ რაც შეეხება დაზარალებულად ცნობას მე მინდა გითხრა რომ გურამ დადიანიძე არის დაზარალებულად ცნობილი. ის ხომ ჯერ გადასვლად არ არის გამოცხადებული რა თქმა უნდა და ღმერთთან უქნას რომ გადასვლად გამოცხადეს და იქნებ ცოცხალი იყოს ხო არის ამის თეორიული შესაძლებლობა რომ ცოცხალი იყოს ამიტომ უფლება მონაცვლედ ვერ ცნობენ დედას შესაბამისად დედის ადვოკატი მე ვერ ვიქნები. ამიტომ მე ვარ პირდაპირ გურამ დადიანიძის ინტერესების დამცველი ადვოკატი ოფიციალურად ჩართული საქმეში. რაც შეეხება ზოგადად იმას კონკრეტული პირის ბრალეულობას და იმას არის თუ არა დამნაშავე კონკრეტული პირი მე ახლა გამახსენდა ერთ-ერთი ამერიკელი პროკურორი სახელმძღვანელოდან ერთი ციტირება ვინსენტ ბუგლიოსი იყო ესეთი ამერიკელი პროკურორი რომელსაც ითვლებოდა რომ არასდროს პრაქტიკაში საქმე არ ქონდა წაგებული ნამდვილად სხვადასხვა რამდენიმე წლის უკან გარდაიცვალა პროკურორი იყო და ასამართლებდა ყველაზე ცნობილ დამნაშავეებს აი მაგალითად ჩარლზ მანსონი მან გაასამართლა ისე რომ არ ქონდა საკმაოდ სიმწირე იყო მტკიცებულებების საქმეში მაგრამ ლოგიკურად დაასაბუთა და სხვადასხვა მისი წინადადება არის ასეთი აი წეგან გამახსენდა და რო არ დამვიწყებოდა ამოწერე გამოძიებაში ყველაზე საშიში წინადადება არის შემდეგი მოდი ჯერ ვერსია შევქნათ მერე მტკიცებულების მოძებნით ანუ პრაქტიკაში ჩვენ ხედავთ რომ ჯერ ვერსიას ქმნიან შემდეგ ეძებენ მტკიცებულების ეს არის ძალიან დიდი შეცდომა ამიტომ აქ მთავარი რა იყო როგორც ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის რომ ჯერ კითხვები დამისვა მომეძებნა რაც შეება ბევრი ინფორმაცია და ახლაც ამ ეტაპზე ვარ რომ ვაგროვებ ბევრი ინფორმაციას და ამის შემდეგ უკვე თუ უტყუარად და ცარცახად დადასტურდება კონკრეტული პირის ბრალეულობა, შემდეგ იქნება უკვე პასუხისგებაში მიცემის საკითხი დამდგარი. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვიქნები პირველი მოწინააღმდეგე იმისა, რომ მტკიცებულების გარეშე არავინ არ დაისაჯოს. დაუშვებელია ეჭვის საფუძველზე, ვარაუდის საფუძველზე, ვინმე მიეცეს პასუხისგებაში. სხვანაირად ჩვენ უბრალოდ თუ ასეთ პრაქტიკას დავამკვიდრებთ, დემოკრატიულ, ნორმალურ, ღირსეულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. კი შეიძლება ვიღაცას ვასიამოვნოთ შეიძლება ვიღაცას მოეწონოს, მაგრამ ჩვენ თუ სიმართლისგან დისტანცირებას მოვახდენთ, ჩვენი თავების, ჩვენი მუშაობის და თუ ჩვენ ღირსეულად არ ვემსახურებით ჭეშმარიტებას და ჩვენს პროფესიას, ჩვენ ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. შეიძლება ვიღაცას ვასიამოვნოთ, მაგრამ ეს იქნება მახინჯი პრაქტიკა, რომელიც შემდეგ გამოიწვევს სხვა უდანაშაულო ადამიანების დასჯას და ჩვენ კარგად ვიცით პრინციპი რომ უმჯობესია 100 დამნაშავე იყოს გარეთ, ვიდრე ერთი უდანაშაულო ციხეში და ამ პრინციპისგან გადახვევა სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს უკვე ქვეყნისთვის. მოდი გადავინაცვლოთ სასამართლოში. გეხვეწები სანამ სასამართლოში ეს ძალიან საინტერესო თემა. მამიდა ისევ თავს გარიდებთ? რაც შეეხება მამიდის საკითხს. წარმოიდგინეთ, რომ ჩავერთე საქმეში ადვოკატი, აი თქვენც ბრძანეთ, ორივემ განაცხადეთ და ერთზაშენ გაამახვილე განსაკუთრებული ყურადღება იმაზე, რომ რა უნდა გაკეთდეს 12 წლის უკანდელი საქმეა, გამოუძიებელი საქმეა, არა გაქვს ნეიტრალური მტკიცებულება, არ გაქვს ვიდეო ჩანაწერი, რა ვითარებაში მოხდა დანაშაულის, სავარაუდო დანაშაულის ჩადენა, რისი იმედი გაქვს და ჩავერთე ასეთ ერთი შეხედვით განწერულ საქმეში, თუმცა განწერული საქმე არ არსებობს ზოგადად ამჯერა ამის და მამიდა არის ერთ-ერთი ის პირი, რომელიც ყველაზე ახლოს იყო გურამ დადიანიძესთან. ფაქტობრივად ოჯახის წევრია. მამა მასთან იზრდებოდა, კი? მასთან იზრდებოდა. და არიან ადამიანები, ასევე მისი უახლოესი მეგობრები, ყოველ შემთხვევაში ამბობენ, რომ უახლოესი მეგობრები ვიყავითო და ვართო. მაშინ ისმის კითხვა, როგორ შეიძლება ადვოკატის მიმართ, რომელიც ასეთ საქმეში ჩავერთე, რომელიც უბრალოდ კითხვებს სვამ, ვცდილობ რომ გარკვეული საკითხები გამოურიცხო და ნახდად ნახეთ რომ არ დადასტურდა და გამოირიცხა მეწყერი, რომელმაც
ვიბრძოლე რომ ამუშავებულიყო გამოძიება, ჩატარებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, სამძებრო ღონისძიებები და ასე შემდეგ. და ასეთი ადვოკატის მიმართ იჩენენ აგრესიას. ასეთ ადვოკატთან ურთიერთობას თავს არიდებენ და მაშინ როდესაც მე შეუთვალეთ ხოვნა, რამდენჯერ მე შეუთვალე დედის მეშვეობით და რამდენიმე დღე ველოდებოდი მას, ბოლოს უარი განაცხადა ჩემთან შეხვედრაზე და დედამ ამერიკა და როდესაც მე გადავდე ყველა ჩემი მნიშვნელოვანი საქმე, მნიშვნელოვანი შეხვედრები დედამ ამერიკა და მეუბნება რომ არ სურს მამიდას შეხვედრა და ცუდი რა არის. ამის შემდეგ გადის რამდენიმე დღე საზოგადოებამ უკვე და ინტერვიუს აძლევს როგორ საზოგადოებამ დაინახა ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება ამ საქციაში და საზოგადოებას გაუჩნდა გარკვეული აგრესია ამ ადამიანის მიმართ. ინტერვიუ მისცა და ამის შემდეგ სრულიად შემთხვევით დილით ვიღვიძებ და TikTok live ვრცელდება, სადაც ეს ადამიანი ერთვება და საუბრობს რაღაც დეტალებზე. აი წარმოიდგინეთ, ჩემთან ადვოკატთან ურთიერთობას თავს არიდებს და ქალბატონი იცლის იმისათვის, რომ ვიღაცას ჩაერთოს, მე არ მახსოვს ვის ჩაერთო, TikTok-ში და TikTok-ზე ისაუბროს ამ დეტალებთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია მსგავსი რაღაც. ეს არის უბრალოდ ძალიან დიდი შეცდომა მისგან, მინდა მე მას უთხრა და მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ვიცავ მის მტერს, მე ვიცავ მისი ძმისშვილის ინტერესებს. მე მისი მტრის დამცველი არ ვარ. შესაბამისად მე მისი მტერი არ ვარ. მისი ძმისშვილის ინტერესებს ვიცავ, პირიქით გვერდში უნდა დამიდგეს, პირიქით ჩემთან ერთად უნდა იბრძოლოს, ჩემთან ერთად უნდა დასვას კითხვები, ის კითხვები, რომელსაც მე ვსვამ იქ, სადაც წერტილი ქონდა ძალიან ბევრ ადამიანს დასმული, მე კითხვის ნიშანი დავსვი და ამ მიმართულებით უნდა მომყვებოდეს და ერთად უნდა ვიბრძოლეთ. მაგრამ ის რატომღაც პირიქით დისტანციაზეა, პირიქით შორს იჭერს ჩემგან თავს და რაც სამწუხაროა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის შემდეგ უკვე ამუშავდა ერთგვარი ტროლების და ბოტების მანქანა, რომელიც მე ფიქრობ, რომ მუშაობენ შეთანხმებულად, იმიტომ რომ მათი ეგრეთ წოდებული message box-ი ძალიან წააგავს ერთმანეთს. იმ დონეზე წავედით, რომ ეზოთერიკოსები ჩართეს და მე მგონი ერთ-ერთი ესეთი ქალბატონი წაიყვანეს იქ აბა ეხლა ველი და იქ თუ მოკლედ ყველა სადამდე ირაციონალურ საკითხებამდე მივედით. ეს ეზოთერიკოსების ვერსია როგორ მოგწონს? რაც შეეხება ეზოთერიკოსების ვერსიას. იქ რაღაცას ხო გრძნობ ყველას თავისი საქმე აქვს, ეზოთერიკოსია თუ ვინც არის. ისე გამორიცხავ მაგათ რამე გითხრა? ეზოთერიკოსებს საკუთარი პროფესია აქვთ. მათ საკუთარი საქმე აქვთ. არა, მე იურისტი ვარ. არა, და ეზოთერიკოსების ჭკუაზე ნამდვილად ვერ ვივი და ეზოთერიკოსებთან ერთად ვერ ვივლი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. არა. ასევე გავრცელდა მოსაზრება, რომ ადვოკატმა ადამიანები რჩევებს მაძლევენ გარკვეული პირები, რომ ადვოკატმა სისხლის დეტექტორზე უნდა დავსვათ თურმე ვიღაც პირები და სისხლის დეტექტორის გამოყენება იურისპრუდენციაში ჯერ სისხლის დეტექტორის გამოყენება ეს საერთოდ დაუშვებელი არის. ამას არც კანონმდებლობა იცნობს და ეს უბრალოდ არასერიოზულია ამაზე საუბარი. დარი, მარტო მუშაობ აქ თუ შენი გაერთიანება, ადვოკატთა გაერთიანება ხო გაქვს? მე ძალიან დიდი გუნდი მყავს და რა თქმა უნდა, ისინი არიან ჩართულები. აი მე რამდენიმე დღეში საზღვარგარეთ მივდივარ წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით და მე ამ ადამიანებს იმედი მაქვს, რომ ისინი ძალიან აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას. დისტანციურად იქნებით კონტაქტზე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გუნდი იმუშავებს ყველა მიმართულებით. მე შეიძლება ძალიან მინდა და საზოგადოებისთვის ვიცი, რომ საინტერესო იქნება და თქვენთვისაც საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებ რაღაც გარკვეულ დეტალებზე, რა დეტალებზეც მე მუშაობ, მაგრამ ვინაიდან მე ვხედავ საფრთხეს, რომ გამოძიებას ხეს შეუშლის, შეგნებულად თავს ვარიდებ და უბრალოდ არ ვსაუბრობ, საზოგადოებას მოვუხდი ამისათვის ძალიან დიდ ბოდიშს, თუმცა მინდა რომ დაგველოდონ და ძალიან ბევრ დეტალს კიდევ ჩემი აზრით საზოგადოება გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიგებს. მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო ის ახალი მტკიცებულება ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ჩვენ დავდეთ და თითქოს ხმა რო ისმოდა და გავავრცელეთ, სადაც ნამდვილად ისმის ხმა, ადამიანი ითხოვს, ერთი ადამიანი მეორე ადამიანს თხოვს შველას. არ მიმატოვო. ეს არის იმ დღის ჩანაწერი. დიახ. ეს არის იმ დღის ჩანაწერი, რომ კონკრეტულ პიროვნებას მიმართავს თხოვნით და აშკარად ჩანს მისი ხმის ტონალობიდანაც, რომ ეს ადამიანი არის განსასწრებში და მას რაღაც გასაჭერი ნამდვილად აქვს. და საინტერესო ის არის, რომ ეს ჩანაწერი
YouTube-ზე დაიდო 12 წლის უკან. ანუ ჩვენ რო ვიფიქროთ რომ ახლა რადგანაც გამოძიება გააქტიურდა ვიღაცა მატვირთა ახლა ჩანაწერი, ეს ასე არ არის, 12 წლის უკან დაიდო და ჩვენი ინფორმაციით აი ახლა რაც გავარკვევით და რაც შევისწავლეთ, ხმები ხელოვნურად არ არის დადებული. ნამდვილად ბუნებრივად არის ეს ხმა აღნიშნულ ვიდეოზე. გურამ დადიანიძის ხმა არსებობს, სადმე ჩაწერილი რომ ავთენტურობა დათმობდეს. აი ამაზე მინდოდა მისაუბრა. დედა კატეგორიულადაც არსახად აცხადებს რომ გურამის ხმა არის. კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი გვეუბნება რომ ეს არის ნამდვილად გურამის ხმა და ძალიან კარგად ცნობენ გურამის ხმას. განსაკუთრებით კონკრეტული ეპიზოდები გაიხსენა დედამ, როდესაც რაღაცა ჭირდებოდა ბავშვს და დედას დაურეკა და ზუსტად ეგეთი ხმა ქონდა, როგორც ჩანაწერში. და ეს ხმა სადმე შენახულია გურამის ხმა. რაც შეეხება შესაძლებელი ჩვენ ვეძებთ სამწუხაროდ არ არსებობს არანაირი ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი გურამის რომ ექსპერტიზის დასკვნა დავდოთ, თუმცა ამ მიმართულებითაც მუშაობთ, გვაქვს რაღაც ინფორმაციები რომ შეიძლება მისი ხმა იყოს კონკრეტულ კასეტაზე, კონკრეტულ ვიდეოზე და ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობთ. თუმცა აი ამ ჩანაწერთან დაკავშირებით საინტერესო რა არის ამ ჩანაწერთან დაკავშირებით, ნახეთ, ავთენტურობა საჭო არ არის საერთოდ, ავთენტურობა აქ უბრალოდ იდენტიფიცირებაზე ვსაუბრობ და მე პირადად მჯერა დედის და მჯერა იმ რამდენიმე ადამიანის, ვინც კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს გურამის ხმა არის. მაგრამ თავარი რა არის? აი თუნდაც არ არის გურამის ხმა. და არ ვიცით მაგალითად ვისი ხმა არის. ხო, მიშველოა კაცი. ადამიანი ითხოვს შველას და მე ვსვამ კითხვას არ უნდა დადგენილიყო, აქამდე ეს ვიდეო არ უნდა მოძიებულიყო და არ უნდა დადგენილიყო, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ჩანან ამ ვიდეოში და არაერთი ადამიანი ჩანს. ვინ ითხოვდა იქ შველას? ან არ უნდა გამოჩნდეს სხვა პირი თუ არის, ვინ შველას ითხოვს. არ უნდა გამოჩნდეს, არ უნდა დადგინდეს, ვინ იყო ის პირი, ვინ არის ის პირი, სახელი და გვარი. ვინ ითხოვს შველას? ვინ ითხოვს შველას იქ? და საინტერესო რა არის? რატომ არ გამოჩნდა ერთი ადამიანი მაინც, ვინც იტყოდა რომ მეც გავიგონე ეს ხმა? კი. საკმაოდ ხმამაღლა. ეხლა პირიქით მასაბობე რომ დროში არისო აცდენილი, ანუ თითქოს და ის სხვა დროს მოხდა და ეს მოგვიანებით თუ უფრო ადრე ჩაწერილი თუ ერთი თქით თუ მოგეთ ყველა მიმართულებით მიდის მუშაობა საიმშობლო რომ თუ რაიმე მტკიცებულება გამოჩნდა ის მტკიცებულება იყოს დისკრედიტირებული. მიდის მტკიცებულების დისკრედიტაცია. თავიდან, როდესაც ჩვენ ეს ამ ვიდეოზე დავიწყეთ საუბარი, გარკვეული კრიტიკა წამოვიდა რომ ეს ვიდეო თითქოს მე მოვიგონე რადგანაც საქმეში ჩავერთე ვითომ მე მოვიგონე ვიღაცას დავადებინე თუ რაღაც აბსურდი 12 წლის უკან არის დადებული. მე ხო არ დამესიზრებოდა 12 წლის წინ რომ მე 12 წლის შემდეგ ჩავერთებოდი საქმეში და ვიღაცას დავადებინებდი ვიდეოს YouTube-ზე დევს. რა თქმა უნდა ეს არის აბსურდი. ასევე თითქოს ხმა არის დადებული. ესეც პირდაპირ გეუბნებით რომ აბსურდია. მაგრამ ისმის კითხვა რატომ არ გამოჩნდა ერთი ადამიანი მაინც ვინც იტყოდა რომ მე გავიგონე როგორ ითხოვდა ვიღაც შველას. მეცაც გეტყვით, მე დაურეკე ვიდეოს გადამღებს, მე ვესაუბრე, მაშინვე როგორც კი ჩვენ ვნახეთ აღნიშნული ვიდეო, მე ვესაუბრე იმ პიროვნებას, ვინც ვიდეო გადაიღო და ვინც მოათავსა YouTube-ზე და მან მითხრა რომ საერთოდ არც ახსოვს იქ რომ ვინმე შველას ითხოვდეს, ესეთი ფაქტი საერთოდ არ ახსოვს, მას არ დაუფიქსირებია და მან ასევე მითხრა რომ სავარაუდოდ მე ვიდეოს გადაღება იმიტომ არ გავაგზავნე რომ ეს ხმა მაწუხებდაო. რომ ვიღაცის ხმა მესმოდა და შესაბამისად კაც მიფუჭებდა და გავწყვიტეო. ანუ ნეიტრალური ანუ ავთენტური არის. ანუ ავთენტური არის ეს ვიდეო და ნამდვილად ვიღაცას რაღაც შველა და რაღაც დახმარება ჭირდებოდა. და მე ვამბობ რომ ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ჩვენ რომ დავასკვნათ რომ მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება რომ ვინმე შველა ჭირდებოდა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან ხშირად პროცესზე ვეუბნებით ჩვენ ამას პროკურორებს და მოსამართლეებს რომ მომიყვანე 1000 მოწმე მე მოგიტან 5 წამიან ჩანაწერს და სასამართლომ უნდა გაიზიაროს 5 წამიანი ჩანაწერი. იმიტომ რომ მოწმემ შეიძლება იცროს, აი როგორც ამ საქმეში ფაქტია რომ ერთი ხან ერთს ამბობენ, ხან მეორეს, ხან მესამეს, მაგრამ ჩანაწერი ნეიტრალური მტკიცებულება არის. მომიყვანე მილიონი მოწმე და მე მოგიტან ერთ ფოტოსურათს ავთენტურს და ფოტოსურათმა უნდა გადაწონოს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ობიექტური გამოძიება ისე კი არ უნდა მუშაობდეს, რომ აი მოწმემ თქვა და მორჩა უნდა გავიზიარო. არა, უნდა ამოწმებდეს. როდესაც მოწმეების ჩვენებების ერთმანეთს წინააღმდეგება ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვებას უნდა ცდილობდნენ, რომელიც სრობს და რომელიც ამას. აი წეგან სასამართლოზე თქვა ლევანმა და კითხვა უკვე მიემართება. სასამართლოში რამდენად გაქვს იმედი რომ ვთქვათ? სასამართლომდე ჯერ საქმე არ არის მისული და მე ერთი რამ ვიცი და ძალიან ხშირად პროცესებზეც მომისმენია ეს ფრაზა
და სხვათა შორის იმდენად მოწონთ ზოგადად რეჟისორებს მოწონთ ეს ფრაზა ადვოკატების მიერ პროცესზე ნათქვამი რომ ერთ-ერთ ახალ ფილმშიც კი გამოიყენა ერთ-ერთმა რეჟისორმა ფრაზა არის ასეთი რომ ზოგჯერ აი ზუსტად რომ თქვა ზოგჯერ საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ის არის რომელიც საქმეში საერთოდ არ დევს და სხვათა შორის ეს ფრაზა მე მომისმენია პროცესებზე ამერიკულ პროცესებზე და ერთ-ერთმა რეჟისორმა ზუსტად ეს ფრაზა გამოიყენა ერთ-ერთ ფილმში და ათქმევინა იქაც ადვოკატს და ნამდვილად ასე არის ნახეთ ძალიან ხშირად მნიშვნელოვანი მტკიცებულება არსებობს ჩნდება საქმეს გადავხედავ და საქმის შესკიცებულება ნახსენებიც კი არ არის ნახსენებიც კი არ არის და საკვანძო აი მე როდესაც დავიწყავ საქმეზე მუშაობა და როდესაც თუნდაც ეს ვიდეო ნახეთ რომელიც ნეიტრალური მტკიცებულება ერთადერთი ნეიტრალური მტკიცებულება რომელიც საქმეში დევს ვიდეოა დევს ეს საქმეში უკვე დევს საქმეში ეს ეხლა და ხო არიდო ახლა ჩაიდო უკვე საქმეში აქამდე არიდო და მე დავინახე რომ ყველაზე ნეიტრალური მტკიცებულება საქმეში არიდო და დამახსენდა ზუსტად ეს ფრაზა როდესაც მე ეს ვიდეო მტკიცებულება ტარიელ მოდი კითხვა რომ არ დავსვა არ არის აბა ტარიელ იცი რა სასამართლოზე ვისაუბრეთ და ბოლო ხანს ახლა ჩვენ ადვოკატები ანალიზსაც ვაკეთებთ ხო მიმდინარეობას სასამართლოების პროცესების შედეგების განაჩენების რაღაცნაირად ასე მგონია რომ ბოლო ხანს სასამართლოები უფრო საზოგადოებრივი აზრის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას ვიდრე კონკრეტული მტკიცებულებების მიხედვით. აი რაღაცნაირად მგონია რომ რაც უფრო მეტად აიწევა საზოგადოებრივი აზრი და რაც უფრო მეტად საზოგადოებრივი აზრი იტყვის რაღაცას კონკრეტულად სასამართლოები ითვალისწინებენ. რაღაცნაირად ასეთი ზეწოლის ქვეშ არიან. კი, აი ასეთი რაღაც მგონია რომ ასეთ ძალიან ცუდად ვითარდება სასამართლო პროცესები და აი ეს დამოკიდებულება. შენი აზრი მაინტერესებს და პრაქტიკა. მოსამართლე არ უნდა კითხულობდეს კომენტარებს იმის გასაგებად პირი დანაშაულია თუ უდანაშაულო. მორჩ, აი ეს არის ერთადერთი წინადადება, რომელსაც მე ვიტყოდი თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი გაცემული პასუხი. ტარიელ, წეღან შენ თქვი ისა ძალიან საინტერესო ფრაზა, რომ ყველაზე მთავარი მტკიცებულებაო არის ის, რომელიც არ არის საქმეშიო. და ეხლა მე ბუნებრივია მინდა რომ მინდოდა მეკითხა უფრო მეტი დეტალი და გადავდოთ ეს საქმე სხვა დროისთვის. ბიბლიანის საქმეშიც ხარ შენ ჩართული და აი გადაცემის დასასრულისთვის მოდი ამ თემასაც მეტნაკლებად შევეხოთ და იმედი მაქვს რომ დაბრუნდები საზღვარგარეთიდან ამ თემაზეც კიდევ გვექნება ალბათ იქნება რაიმე მტკიცებულებები ისეთი სწორედ რომელიც არ დევს საქმეში და ყველაზე მთავარია ბიბლიანის საქმეშიც აღმოჩნდეს იმიტომ რომ თავზარდამცემი ამბავი მოისმინა საზოგადოებრივამ თავზარდამცემი ორივე მიმართულებით მოდი ესე ვიტყოდი მე და ძალიან ნეიტრალური ვიქნები აქ. მე მესმის შენი კოლეგის მარიამ კუბლაშვილისაც, რომელიც იცავს იქით მეორე მხარეს, ადამიანი ხარ, გავიდა ამდენი წელი და უცბად თავში დაგეცა ასეთი საზოგადოებრივი ბრალდება, ასე ვთქვათ, და მთელი შენი ოჯახი, ცოლი, შვილი, ოჯახი, ახლობელი, აი შენი ავტორიტეტი, რეპუტაცია თავზე გაქვს ჩამომხობილი და ნუ ეხლა დამეთანხმები რომ კოლეგას ჩვენს კოლეგას დაუშვებელია და შენც არ დაუშვებ რომ აიგივებდნენ გარკვეულ ბრალთან და მის მიმართ ჩემი სოლიდარობა ყველა ადვოკატს რომელიც ასეთი ზეწოლის მსხვერპლი გახდა საზოგადოებაში დავანებოთ თავი ან საქმეს აქვს ორი მხარე ხო ვთქვათ ის ადამიანი რომელსაც ეს საშინელება დაბრალდა მე თუ მკითხავ მორალურად ორი უბედურება ჭირს ასეთ ადამიანს ჯერ ერთი თუ ეს მან ჩაიდინა და მე თუ ეს კიდე ხალხმაც გაიგო და არ არსებობს დანაშაული რომელიც დაიფარება. ეხლა მეორე აქეთ ქალბატონი რომელიც ისეთ ამბებს ყვება საშინელებათა ფილმში რო არ მოგვისმენია გაოგნებული ვზივარ და ვუყურებ და გაიყო საზოგადოებრივი აზრი აბსოლუტურად ორად გაიყო ერთი მიმართულებითაც რომ როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი რამ ასე საჯაროდ გვარებით და სახელებით ბრალდებოდეს და მეორე მხრივ როგორ შეიძლება ქალმა უბედურმა ბავშვმა ბავშვობიდან ასეთი უბედურებები გადაიტანა
ელოდები შენ ამ საქმეში, აი ერთ კითხვას დავსვამ და ეს თემა სხვა გადაცემაში გავშალოთ. ელოდები შენ ამ საქმეში მტკიცებულებას, რომელიც არის ყველაზე მთავარი, მაგრამ დღეს საქმეში არ არის. მოელი რომ ასეთი მტკიცებულება გამოჩნდება, თუ არა და რის იმედად უნდა ვიყოთ ამ საქმეში. ელზა, ძალიან სწორად აღნიშნე, რომ საზოგადოება ძალიან ხშირად აკრიტიკებს ამა თუ იმ ადვოკატს და მარიამ კუბლაშვილის მაგალითიც არის ძალიან აშკარა და ნათელი მაგალითი იმისა, რომ საზოგადოება არის აგრესიით განწყობილი ადვოკატის მიმართ იმის გამო, რომ ის იცავს საზოგადოებისთვის მიუღებელ პირს. მე მინდა საზოგადოებას მივმართო ერთადერთი წინადადებით. და მე მინდა საზოგადოებამ გააცნობიაროს ერთი ჭეშმარიტება, რომ ადვოკატის ღირსება, იზომება არა იმით, თუ ვის იცავს, არამედ იმით, თუ როგორ იცავს. კი ბატონო. რაც შეეხება ზოგადად ამ სისხლის სამართლის საქმეს, ელზა სწორად აღნიშნე, პრეცედენტული საქმეა. დაახლოებით 35 წლის წინანდელ დანაშაულებზე გვაქვს საუბარი. 35 წლის წინანდელ დანაშაულებზე. და ჩემთვის, როგორც დაზარალებულად ცნობილი პირის ადვოკატისთვის რა არის თავარი? თავარი ანუ არის დაზარალებულად ცნობილია, უკვე გაიხსნა საქმე? ნატავი ბლიანი დაზარალებულად ცნო 3 დღის უკან საქართველოს პროკურატურა. კი ბატონო. მნიშვნელოვანი რა არის? მნიშვნელოვანი არის, რომ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, ყოველმხრივი გამოძიება, არა მარტო გამომტყუნებელი კუთხით, არამედ გამომართლებელი კუთხითაც. კი ბატონო. და პირველ რიგში გეტყვით, რომ მე არ დავუშვებ, რომ მტკიცებულებების გარეშე ვინმე მიეცეს პასუხისგებაში, მაგრამ არც იმას არ დავუშვებ, რომ ვინმე ვიღაცას ხელი დააფაროს, დაზარალებული დაჩაგროს და თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთა, პასუხისგებაში არ მიცეს, ამასაც არ დავუშვებ. ჩემი მიზანი არის, რომ სამართლიანად ჩატარდეს ეს პროცესი და სამართლიანად განხორციელდეს მართლმსაჯულება ამ საქმეზე. და პირველ რიგში მე ვიქნები წინააღმდეგი იმისა, რომ ვინმემ ან გამოძიებამ ან სასამართლომ საქმეში არსებული სიცარიელე შეავსოს ვარაუდებით. კი ბატონო. ამას მე ნამდვილად არ დავუშვებ. და რაც შეეხება ზოგადად ამ საქმეს, ძალიან სენსიტიური საქმეა და ჩემი ჩართვის მთავარი მიზანი არის, რომ დავიცვა, რა თქმა უნდა, დაზარალებულის ნატავი ბლიანის ინტერესი ეფექტურად და კიდევ ვიმეორებ, სწორი გამოძიება ჩატარდეს ამ საქმეზე. ჩემი მიზანი არ არის, რომ ვინმეს ჩირქი მოუწყო უდანაშაულო ადამიანს, თუ მისი უდანაშაულობა დადასტურდება მტკიცებულებებით და უდანაშაულო ადამიანი როგორმე ძალით პასუხისგებაში მივაცემინო, მე ამის წინააღმდეგე ვიქნები. და რაც შეეხება ზოგადად ამ სენსიტიურ საქმეს, აქ ძალიან ბევრმა აღიქვა ძალიან არასწორად. ზოგადად ეს საქმე და გარკვეულწილად მთელი სოფლის მიმართ, მთელი ჭუბერის მიმართ და ზოგს კიდევ მთელი სვანეთის მიმართ გაუჩნდა აგრესია, ეს რა თქმა უნდა არასწორია ხალხო. მე ყველას ვეუბნები, რომ ეს არის ცალსახად არასწორი წარმოდგენა და პირდაპირ მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება საზოგადოების იმ ნაწილის წარმოდგენა, რომელსაც აგრესია გაუჩნდა მთელი საზოგადოების მიმართ, მთელი სვანეთის მიმართ. მე პირადად ვარ დედიცვანი. დედაჩემი არის სვანეთში დაბადებული დედაჩემი და ერთ-ერთი თუ რამით ვამაყობ, მე პირადად არის ის, რომ მე ვარ დედიცვანი. პირდაპირ გეუბნებით. ჩემთვის სვანეთი ჩემი ძირი სვანურია, ხო იცი? ყოველთვის იყო, არის და იქნება სიმბოლო ვაჟკაცობის, ღირსების და თუნდაც სიწმინდის. და რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, მსგავსი ფაქტები ზოგადად, პედოფილიის ფაქტები ყველა კუთხეში ხდება. ჩვენ ახლა რო გამოვითხოთ სტატისტიკა, რომელ კუთხეში უფრო მეტი ფაქტი ხდება, ჩვენ ვნახავთ, რომ ყველაზე ნაკლებად სვანეთში ხდება. ყველაზე ნაკლებად, პირდაპირ გეუბნებით. ყველაზე ნაკლებად ხდება სვანეთში. რაც შეეხება ეს განზოგადება არის არასწორი და მე ამის წინააღმდეგი ვიქნები ყოველთვის და სხვათა შორის სვანები და სვანეთში მაცხოვრებელი ადამიანები და წარმოშობით სვანები არიან ყველაზე მეტად მომართული, რომ ამ საქმის გამოძიება მოხდეს სწორად.
ყველაზე მეტად ისინი გვიჭერენ მხარს. მეცაც გეტყვით. ჩემთვის ერთ-ერთი მოტივაცია რომ ამ საქმეში ჩართულიყავი იყო სვანების თხოვნა. კი. რომლებიც მე წერდნენ, რომ ჩართულიყავი და ობიექტურად მოხდარიყო აღნიშნული საქმის გამოძიება, რომ არ დაჩაგრულიყო დაზარალებული ნატავი ბლიანი, სვანები მეუბნებოდნენ ამას. და თუ ვინმეს მართლა დაუმტკიცდებოდა დანაშაული, ის დაშილიყო. შესაბამისად, აქ რომ წამოვიდა გარკვეული კომენტარები, რომ სვანები რას აკეთებდნენ თურმე, სვანეთში რა ხდებოდა თურმე, სირცხვილია უბრალოდ ასეთი განზოგადება და უდანაშაულო ღირსეული ადამიანებს ჩირქი მოწყოთ, მე ამის წინააღმდეგი ვიქნები ყოველთვის. რაც შეეხება ამ საქმეს. ნატავი ბლიანი ცნობილი იქნა დაზარალებულად და ამას ჰქონდა შესაბამის საფუძველი აქ რომ რაიმე მტკიცებულება არ ყოფილიყო ის დაზარალებულად რა თქმა უნდა არ იქნებოდა ცნობილი და ესეც კარგად ვიცით ყველამ რომ დაზარალებულად ცნობიდან პირის პასუხისგებაში მიცემამდე ერთი ნაბიჯი არის. ამ საქმეზე დადგება შედეგი, ჩემი აზრით, აი პირდაპირ ვაცხადებ, დადგება შედეგი და აუცილებლად მოხდება პასუხისგებაში მიცემა იმ პირისა, ან იმ პირებისა, ვის მიმართაც იარსებებს მტკიცებულება. მაგრამ ვის მიმართაც მტკიცებულება არ იარსებებს, კიდევ ვიმეორებ, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც შევეწინააღმდეგები და რომელიც ვეწინააღმდეგები პასუხისგებაში მიცემას ჰაერზე, ვარაუდებზე და ეჭვებზე დაყრდნობით. მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობის შემთხვევაში უნდა მიეცეს პირი პასუხისგებაში და ვფიქრობ, რომ ამ საქმეში მსგავსი რამ მოხდება და ნამდვილად შეიქმნება პრეცედენტი იმისა, რომ დაახლოებით 35 წლის წინ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება ობიექტური სრულყოფილი ნამდვილად ჩატარდება. მე წინასწარ რა თქმა უნდა ვერ დავაანონსებ ვერაფერს, იმიტომ რომ საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს და შეიძლება რაღაც დეტალის გაჟღერებამ ამ კუთხითაც ხელი შეუშალოს საგამოძიებო ორგანოს, მაგრამ ამ საქმეზე დადგება შედეგი, დარწმუნებული ვარ, დადგება სამართლიანი შედეგი. აქ არის ასევე ხანდაზმულობის საკითხიც, რომ გარკვეულ დანაშაულს შეიძლება ხანდაზმულობა შეეხოს, აი მაგალითად შეუტყობინებლობა თუ იმეს დაუდასტურდა, დაფარვა თუ იმეს დაუდასტურდა, შესაძლოა ხანდაზმულობა შეეხოს, მაგრამ ის რასაც ქვია, არასრულწლოვნის. მცირეწლოვანს გვაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, გაუპატიურება ამას ხანდაზმულობა ვერ შეეხება, ეს მე კარგად მაქვს გამოთვლილი სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ქონდა კომუნიკაცია პროკურატურასთან და შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნულს ამ კონკრეტულ მუხლს, რაზეც ნატავი ბლიანი თავის გამოკითხვის სოქში აპელირებს და ძალიან მძიმე ფაქტებს ყვება, ამ კონკრეტულ ხანდაზმულობა არ უნდა შეეხოს, ეს არის ჩემი როგორც იურისტის, ადვოკატის პოზიცია და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მოქმედებდა 1961 წლის კანონი. 1961 წლის კანონი და მაშინდელი კოდექსით მოგეხსენებათ, რომ 10 წლიანი ხანდაზმულობა იყო ამ უხსე, მხოლოდ 10 წლიანი, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ის თუ რატომ არ უნდა შეეხოს ხანდაზმულობა. მაგას თავი დავანებოთ, მოდი წლებს და იმას ხანდახან ზოგს ურჩევნია დაირჩივნოს, წავიდეს და ციხეში მოიხადოს თავის დანაშაულის გამო მიჟილი წლები, ვიდრე თუნდაც ხანდაზმული იყოს, მაგრამ გამოძიებამ დაადგინოს, რომ ადამიანმა ეს დანაშაული ჩაიდინა, მე რა თუ ვერ დაიჭერენ, თუ გვეცოდინება, რომ ჩვენი გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ზოგიერთ პოლიტიკოსს სახელი შეერქვა ხანდაზმული თაღლითებიო, ანუ თაღლითობა დადგინდა, მაგრამ ხანდაზმულობის გამო ვერ დაიჭირეს. მოდი რა, სიმართლე რომ გაირკვევა, ამაში ეჭვი არ მეპარება და გადაცემა უკვე დასრულდა, ყოველგვარ ვადას გადავაჭარბეთ, ხომ არ ქონდა რაიმე ისე გავიდა დრო, რომ ძალიან საინტერესოა. ახლა ვინმეს რო ეკითხა რამდენი ხანია ზიხარ გადაცემაში, ალბათ ვიტყოდი სულ 15-20 წუთი. ვიცი რომ ამ ეპიზოდსაც ისევე როგორც სხვა ჩვენს ეპიზოდებს და შეიძლება უფრო მეტადაც ძალიან ბევრი ნახვა ექნება, კომენტარი ექნება უამრავი და პრეცედენტებზე ილაპარაკა ტარიელმა და მოდი კიდევ ერთ გაბედულ რამეს ვიტყვი, ჩვენ მქონდა ხელი ჩაქნეული ადვოკატებს, ეხლა მე პირადად არა, იმიტომ რომ არაერთი დასრალებული დამიცავს ხოლმე და საკმაოდ ეფექტურადაც მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, რატომაც იყო შექმნილი წარმოდგენა, რომ აი რა უნდა გააკეთოს დასარალებულის ადვოკატმა. ვერაფერს ვერ გააკეთებს, გარდა იმისა, რომ წეროს განცხადებები და ამ სტუდიაშიც არაერთხელ გვითხოვს, რომ ვერაფერს ვერ გააკეთებ, მაგრამ თუ კი მაგრა დადგები, ჩვენ აი ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ პრეცედენტი იმისაც კი შეიქმნა, რომ მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის პირობებში, სადაც არათუ
დაზარალებულს ესე იგი არ გააჩნია უფლებები შესაბამისად მის ადვოკატსაც არანაირი უფლება არ გააჩნია შეიძლება ჩვენ დავდგეთ ფაქტის წინაშე რომ სწორედ დაზარალებულად ცნობილი პირის ადვოკატმა დაადგინა პრეცედენტი იმისა რომ ადამიანი ცნობილიყო დაზარალებულად და თანაც რამდენი წლის შემდეგ ტარიელ წარმატებას გისურვებ ბედნიერი მგზავრობა და ერთი რაღაც თუ შეიძლება რომ დავამატო რა თქმა უნდა საზოგადოება ინფორმაციებს იღებს წარმატებული საქმეების შესახებ რომ ეს საქმე მოვიგეთ ის გამართლდა შედეგი დაიდო და ასე შემდეგ მაგრამ საზოგადოებამ ხშირ შემთხვევაში არ იცის რომ ამ წარმატებული საქმეების უკან მარტო ერთი ადვოკატი არ დგას მე პირადად ჩემი კოლეგებისგან ვიღებ ყოველდღურად ძალიან ბევრ რჩევას ჩემი კოლეგებისგან ვიღებ ძალიან ბევრი ისეთ ინფორმაციას რომლის გარეშე მე თუნდაც მე პირადად ჩემს თავზე საუბრობ წარმატებას ვერ მივაღწევდი იმ საქმეებში და ჩემი კოლეგები არიან ის ადამიანები რომლებიც ხშირად მიგზავნიან ახალ პრეცედენტებს რომელიც შეიძლება ინტერნეტში არ ითოს შეიძლება არსად ითოს და ახლაც გქონდა შემთხვევა როდესაც საქმე მოვიგეთ როგორ კოლეგამ გამომიგზავნა რამდენიმე დღის პრეცედენტი რომელიც ინტერნეტში საერთოდ არ იდო და პროკურორს ეს პრეცედენტი ნანახი არ ქონდა. და პროკურორისთვის ეს პრეცედენტი არავის გამოუგზავნია, მე გამომიგზავნა და მე ეს გამოვიყენე და დარწმუნებული ვარ დიდი როლი იმ საქმის მოგებაში ამ პრეცედენტმა ითამაშა. ამიტომ მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს კოლეგებს, ჩვენს კოლეგებს, ადვოკატებს რომლებსაც ნამდვილად აქვთ უნარი და ზოგადად თქვათ რომ ზოგადად ადვოკატების გაერთიანებას, ადვოკატთა ასოციაციას და ასოციაციის წევრებს ნამდვილად გვაქვს ერთი უნარი, რომ რთულ სიტუაციებში ერთად ვდგებით, ერთად ვებრძვით უკანონობას, ერთმანეთს ვეხმარებით, ყოველდღიურად ერთმანეთს უმსუბუქებთ ჩვენს ბრძოლას, ჩვენს ომს ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით, მე ვამოყობ ჩემი კოლეგებით და მინდა ყველა იმ ადვოკატს, რომელიც ასევე ჩვენთან ერთად ხმალაღებული იბრძვის ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად მე პირადად როგორც ამ ქვეყნის ერთმა მოქალაქემ და როგორც კოლეგა მადლობა გადაუხადო. და დავასრულოთ ეს პოდკასტი ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ეს კი არის ტრიბუნა, სადაც აი ესეთი ადამიანები ვიკრიბებით და ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ვსაუბრობთ ლისი პოდკასტ სტუდიაში სადაც გელოდებათ არაჩვეულებრივი გარემო, არაჩვეულებრივად პროფესიონალი და გულითადი ადამიანებით და თქვენი ოცნებების რეალიზება, ოცნება რასაც შეეხება, თქვათ, პოდკასტის გაკეთება, ან თქვენი სათქმელის თქმა, ისევე როგორც ჩვენ ვამბობთ ამ სათქმეს და ვფიქრობ წარმატებით. აქ არის შესაძლებელი. მადლობა ტარიო სტუმრობისათვის. იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ და არაერთი საინტერესო საქმე და ექსკლუზივები შევხვდებით. აუცილებლად ბედნიერი მგზავრობა და დაგვიბრუნდები და მრავალ წარმატებას ვიზრდებით. მოვისმენთ რა უნდა უთხრათ თქვენ ქვეყანას. მადლობა. ბედნიერი მგზავრობა.